მადლობისა დღეს 12 აპრილია პარასკევი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც, რომელსაც დღეს კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღებით ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ვინაიდან გარეთ გადასარევი საგაზაფხულო მზიანი დილა, ჩვენ სამ განწყობით მოგესალმებით, სასიამოვნო წარმატებულ დღეს გისურვებთ და ბუნებრივია უახლოესი საათნახევრის განმავლობაში ჩვენი გადაცემა ესწრება რომ საინტერესო წარიმართოს თქვენი დილა, რაშიც ჩვენი სტუმრები დაგვეხმარებიან. თუმცა მანამ სანამ გაგაცნოთ მათ ვინაობას, წარმოგვიდგენთ საეკლესიო კალენდარი. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს იოანეს სინელს, კიბის აღწერილს, ასევე წმინდა წინასწარმეტყველ იოადის, წმინდა მოციქულებს, სოსთენის, აპოლოს, კეფას, კესარის და ეპაფროდიტეს, წმინდა ევბულას, ღირსმოწამე პანტელეიმონის დედას, ღირს იოანე მდუმარეს, ღირს ზოსიმესა და აკაკი აღსარებელს გელოცავთ მათ ხსენებას, ბუნებრივია სხვა წმინდანებთან ერთად იხსენიება ეს წმინდანები და შემწევრობას გესურვებთ უფლის წინაშე. ჩვენ ბუნებრივია ისეთ წმინდანი ვახსენეთ ღირსი კიბის აღწერილი იოანეს სინელი და ამ თემასთან დაკავშირებით სტუმარი გვეყოლება კერძოდ დიდი ხომში მდებარე 100,000 მოწამის სახელობით ადრეს წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი და ბუნებრივია წმინდა იოანეს სინელზე ვისაუბრებთ. დღეს 12 აპრილს საქართველოს სახალხო არტისტის ცნობილი საოპერო მომღერალის ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების დღე არის. გავიხსენებთ დიდ ხელოვანს. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლე ქალბატონი მარინა მაჭავარიანი ანჯაფარიძე. ცხოვრების დაჩქარებული ტემპი და დატვირთული სამუშაო გრაფიკი 21 საუკუნისთვის ძალიან საინტერესო თემაა და სხვა ამ თემასთან დაკავშირებული საკითხებზე ისაუბრებს ფსიქოთერაპევტი თამარ ოლვაძე. 14 აპრილი გვიახლოვდება დღე, რომელიც სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო ენის დღე. ჩვენ დღეს გავიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს და ასევე ვისაუბრებთ იმ თემაზეც, თუ რა ღონისძიებები არის 14 აპრილთან დაკავშირებით დაგეგმილი. ამჟამად თემაზე სტუდიაში კი ისაუბრებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი და 1978 წლის 14 აპრილის აქციის მონაწილე ქალბატონი მარინა ბერიძე. შენახსენე რომ დღეს დიდი ქართველი მომღერალი სახალხო არტისტი ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების დღე, რომელსაც გავიხსენეთ ასევე დღეს ძალიან დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა საიუბილეო თარიღია. ჩვენ ბუნებრივია გუშინ ვისაუბრეთ ეთერში, მისი შვილი დანდებოდა და ახლა თავად ბატონი მუხრანი გაგახსენებს თავისთვის, ასე რომ თავაზობთ ლექს, რომელსაც თავად ავტორი კითხულობს, დიდი პოეტი მუხრან მაჭავარიანი. ზე ამოდიოდა, გვარე ჩადიოდა, მამალი ხიოდა, ყვამალი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცა შიოდა, ვიღაცა სიოდა და დრო ითარცა ღვინო, ბევრიდან ხაფში, ხაფიდან დოქში, დოქიდან ჯამში, ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში. ქართველი ვარ, ქართველი გესმის, უი დედასთან წამიყვანე, წამიყვანძია, საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, თავის ბალღობა გაახსენდა, თავის კანძია. ვით ეს ყმაწვილი საქართველოს ასე მცირია, საქართველოსაც ვით ამ ყმაწვილს ასე ხილია. იმერეთო ქვემო, იმერეთო ზემო, სიყვარულო ჩემო, სიხარულო ჩემო, ზამა გურულებო, ჯიმა სამეგრელო, ზმაო ქართკახეთო, მესხეთი ჯავახეთო, მარდის ჩვენის ეშკი, ერთსად ჩავახეთო დოღოლ, ჩვენ საქმეში ნაკლებ ჩავახეთო. დიდგორისა ველო, ახლა ცრემლის მკვრელო, კრტანისისა ველო, დღესაც გულის მკვლელო, რაღა გავაგრძელო, თელო საქართველო, სასოებავ ჩემო, რა რაგიშ თენ სისხლო ჩემო, სადარ დაღურილო, შენ სადარ ხრებდა შავი ყორანი, ვინ გაგაკვიროს, რამ გაგაკვიროს, ნათით გორალი, ნაშამ გორალი.
მუხრანი იყო გამორჩეულად ქართველი პოეტი, შეიძლება ითქვას და მისი ლექსები ეს იყო შემართება პატრიოტიზმისა და ახლაც კი როცა ჩვენ ეკრანიდან ვისმენთ მის ხმას არ შეიძლებოდა რომ რაღაცა ემოცია არ დაგფლობდა და მთელი გული დაუტოვა ხალხს და სცენაზე გადაიწერა. ნამდვილად და საოცარი მუხტი მოდის, როდესაც ავტორი თავად კითხულობს ლექსებს და აქვე დავამატებ იმასაც, რომ კადრები, რომელიც ახლა ვნახეთ, ბატონი მუხრანის ბოლო კადრები რუსთაველის თეატრის სცენაზე, იცის მაყურებელმა, რომ ბატონი მუხრანი რუსთაველის სცენაზე გახდა ცუდად და შემდეგ გარდაიცვალა 2012 წლის 17 მაისს და ეს კადრები ექსკლუზიურად სწორედ აი განთიადის კამერის მიერ არის გადაღებული ჩვენი ოპერატორის. ბუნებრივია მის სახელი უკრავი იქნება მანამ სანამ საქართველოს იარსებოდა და სანამ ქართველებს ეყარებათ ლექსია და ეს ალბათ იქნება მანამ სანამ იარსებობს სამყარო. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს, წინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და განვაზი ლუკას სუპატაშვილი, დილამშვიდობისა მამაობრივად. დილამშვიდობისა და მოგესალმებით. იგი მადლობა რომ მადლობა. დილოცავ დღევანდელ დღეს იოანეს სინელეს იგივე კიბის აღწერელის კლემაქსის სცენების დღეა, განსაკუთრებული წმინდა მამაა, ბუნებრივია და ერთ-ერთი რის გამოც ჩვენ განსაკუთრებით ვადიდებთ, ეს არის სწორედ მისი ნაშრომი, ხო, კიბის აღწერა, ანუ სინელი კლემაქსს ამას გულისხმობს. მოდით შევახსენოთ მაყურებელს მისი მოღვაწეობა და ამ დიდი ნაშრომის შინაარსი, რას გულისხმობს. დიახ. ნუ პირველ რიგში აი მუხრან მაჭავარიანის გახსენებამ და მისმა ლექსებმა აღმაფრთოვანა და ეს საოცარია და მადლობა ღმერთს რომ ჩვენ გვყავს ხელოვნები რომლებიც საოცრად გამოთქვამენ ჩვენი ერის აი შინაგან სულიერ პოტენციალს თუ ვინა ვართ, საიდან მოვდივართ, საით შეიძლება წავიდეთ. კიდევ ერთხელ გამახსენდა რომ ჩვენი ერი არის ნადიდ გორალი და ნაშამ ქორალი, რამღამ უნდა გაგვაგვიროსო ჩვენო და ეს სულიერი თავდადება რომელიც ჩვენმა ერმა გამოიჩინა და ყოველ ეპოქაში იჩენდა ჩვენი ერის ღირსეული ნაწილი და ჩვენ გქონდა ოქროს ხანა, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ყველა სფეროში მაქსიმუმის მიღწევა და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ჩვენ იგივე გავიმეოროთ, რამე თუ როგორც მუხრანი ბრძანებს ჩვენი სისხლი გვაქვს ის შოთას ნაქორნის სისხლი, დავითის ნაქორნის სისხლი ჩვენ გვაქვს დღეს და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ეს გამოვიყენოთ. და რაც შეეხება წმინდა იოანე სინელს, იოანე კიბის აღწერელს, იოანე კლემაქსი ბერძნული სიტყვა კიბეს ნიშნავს, ქართულად ჩვენ მას იოანე კიბის აღწერელს უწოდებთ და მის ნაშრომს ქვია კიბე, კლემაქსი. ნუ ეს არის ის კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი, ძალიან დიდი წმინდანი, რომელმაც აი ნუ საოცარი წიგნი შექმნა, როგორც ერთი იოანე ოქროპირი ბრძანებს სახარების შემდგომ ეს არის ყველაზე მეტად სახმარი წიგნი, ყველაზე მეტად სამაგიდო, ყველაზე მეტად აუცილებელი წიგნი. მისი თანამედროვეები მას მეორე მოსეს უწოდებდნენ. მოსემ ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტის მონობიდან და თავისუფლებას აზიარა ფიზიკური თვალსაზრისით და იოანეს კი აქვს ისეთი ნაშრომი შექმნილი, რომლითაც გამოყავხარ ამ ქვეყნიური ტყვეობიდან, საკუთარი ცუდი თვისებების ტყვეობიდან, გიხსნის იმ პროცესებს, რომელიც შენში არის როგორც დაავადების სახით შემოჭრილი და გიჩვენებს გზას, როგორ უნდა გამოხვიდე აი ამ სულიერი პრობლემებიდან და რა თქმა უნდა მას ღირსეულადაც მეორე მოსეს უწოდებდნენ. ეს იყო ადამიანი, რომელიც 16 წლის ასაკში უკვე მონოზნოდ აღიკვეცა და ესე იგი მორჩილად იყო და მე 19 წლის ასაკში მონოზნოდ აღიკვეცა, ბერად აღიკვეცა და 40 წლის მანძილზე განდეგილი იყო და ეს აი სულიერი საკითხები აქვს საოცრად შესწავლილი. შემდგომ ნუ დაახლოებით 59 წლის ასაკში ის უკვე სინას მთის მამასახლისი გახდა. ანუ ჩვენ ვიცით რომ სინას მთა ყველა ეპოქაში ყოველთვის მოქმედებდა. ეს არის დიდი სიწმინდე მთელი მართლმადიდებლობისა და მათ შორის ქართველებიც უდიდგანვე იქ მოღვაწეობდნენ. ნუ დღეს მე მგონი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ჩვენი კულტურის სულიერი კულტურის ფესვები არის იქ. და იქ ზოგადად აი ღმერთის სიყვარულს სწავლობ და რა თქმა უნდა იოანე კიბის აღწერელს აქვს ეს საოცრად ჩამოყალიბებული, რომლის საშუალებითაც შენ ამ ქვეყნიდან ზეცად მაღლდები. და ეს როგორ უნდა ამაღლდა, ეს სწორედ ამაზე არის მისი ძირითადი ნაშრომი. საერო ადამიანებსაც ეს ყველა მათვისაც არის, ხომ ჩვენთვის არის. ეს ნებისმიერ ადამიანს ეძღვნება, ვისაც სჭირდება, ვისაც უბრალოდ აქვს სურვილი, რომ ბოროტებას თავი დააღწიოს და ღმერთის ერთგული იყოს. აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ მარტო სასულიერო პირნი არ არიან მსახურნი ღვთისანი, ყველა ვინც სიკეთეს ამსახურება, ვინც ბოროტებასა და სიკეთეს შორის სიკეთეს
ვისაც აირჩევს, ის არის უკვე ღვთისმსახური. ანუ ეს მისი შინაგანი მდგომარეობაა და ეს ვისაც აქვს ესეთი შინაგანი მდგომარეობა ღვთისმსახურებისა, ბოროტებისგან თავის დაღწევისა, მისთვის, როგორც ჩვენ თქვით, წმინდა წერილის შემდგომ ეს არის პირველი უსაჭიროესი წიგნი, რომელიც ბოლომდე გიხსნის ნებისმიერ პრობლემას. რა არის ძირითადი აქცენტი, ძირითადი ასე თქო სულისკვეთება? აქ არის სინანული, აქ არის რაღაცა სხვა გზები, რაც შეიძლება დავუშვათ თავად ლეიტმოტივად გასდევდეთ ამ წიგნს. ეს არის საოცარი კიბე, რატომაც ეწოდება, ეს კარგად ხსნის მას. ეს არის მსგავსად ბიბლიური მამამთავრისა იაკობისა, რომელმაც კიბე იხილა, როდესაც ანგელოზზე ადიოდნენ და გადამოდიოდნენ ზეციდან. ანუ ეს იყო პირველი ხილვა, რომ ესე იგი ზეცასა და ქვეყანას შორის არის რაღაცა კავშირი და რანაირი კავშირი, ეს ჩვენ უნდა ამ ქვეყანაზე როცა ვცხოვრობთ, უნდა ვიგრძნოთ, უნდა დავინახოთ, უნდა ვისწავლოთ. ისე როგორც ნებისმიერი საგანი შეიძლება ისწავლო, ხა ფიზიკური კანონები სიტყვაზე უხილავია, მაგრამ შენ მას ხილულად სწავლობ. ან ქიმიის კანონები, ნებისმიერი კანონი არის უხილავი, რომელიც რაღაცა წესრიგს მიანიშნებს და ასეთი არის სწორედ ეს კიბე, როდესაც იხილა იაკობ მამამთავრმა და იოანე სინელის ნაშრომსაც ქვია კიბე. ის შედგება სიმბოლურად 30-ის საფეხურიდან. ანუ 30 პრობლემაზე, 30 მძიმე ცოდვაზე, 30 ადამიანის დამთრგუნველ მდგომარეობაზე მოგვითხრობს. ოღონდ თავიდან ბოლომდე რისგან იწყება, რითი მთავრდება, რითი უნდა ებრძოლო მას, რა არის მისი ასე ვთქვათ, თუ სამედიცინო ტერმინს ვიტყვართ, რა არის ამ ინფექციის ანტიბიოტიკი, რითი მოიშორებს შენ ამას ყველაფერს. და ეს არის ნებისმიერი დაწყებული ცუდად მზაობრობიდან, ამპარტავნებიდან, ნაყროვანებიდან, მრისხანებიდან დამთავრებული, ვთქვათ, როგორ უნდა გახვიდე ამ სოფლიდან, როგორ უნდა, ესე იგი ვთქვათ, მოწყინებისგან, მაგალითად, როგორ უნდა დაიცვა შენი თავი, ან რა პრობლემაა ეს, როდესაც მოიწყენს ხოლმე ადამიანის სული. ეს საოცარად ახსნილია. შენ ადამიანს ხანდახან გგონია, რომ ყველაფერი წაგიკითხია, ყველაფერი იქ ისეთ სიღრმეებს წაიკითხავ, ეს არის საოცრება. და თან ის არის წოდებული როგორც მოძღვარი ღვთის მოყვარე ადამიანთათვის, ღვთისგან მავალ ადამიანთათვის, ეს არის მოძღვარი. ეს წიგნი თვითონაც და ხანდახან მეც რო ვკითხულობდი როდესაც პირველად გავეცანი მეორეჯერ და ეს ამ წიგნს ვერ წაიკითხავ ერთჯერ, ორჯერ და სამჯერ, ან თავიდან ბოლომდე ასე ვერ გავხვალ. ეს არის რაღაცა საოცარი, მაგალითად ამოწევ რომელიღაცა ცოდვას, მაგალითად ნაყროვანებას და მის შესახებ, ყველაფერი გადაშლილი წიგნია და კითხულობ ნაყროვანებას, საიდან მოდის, როგორ მოდის, რას გიშვება ის შენ, როგორ გიპყრობს ის შენ და იმის, ესე იგი ეს რომ ნაყროვანაში რო ჩავარდები, ამის მერე რა უბედურება ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ამას ყველაფერს გიხსნის და ეს არის საოცრად, ესე იგი სახელმძღვანელო წიგნი და როგორც ესე იგი წმინდანები აღნიშნავდნენ, ბერები და ყველა მოღვაწე აღნიშნავდა, ეს არის მოძღვარი სულისა. ეს საოცარი რამ არის. თუ გინდა რომ იმ ბილიკზე გაიარო, იმ ვიწრო და ეკლიან გზაზე გაიარო, რომელიც ღმერთისკენ მიდის, რა თქმა უნდა ეს წიგნი ამ წიგნს ვერ აცდები. ეს წიგნი ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე ქრისტიანის პრობლემა არის ის, რომ დადის ტაძარში, მაგრამ სულიერად ვერ ვითარდებით. გავართ ერთი და იგივე ადგილას. ეს არის ის ნაშრომი სწორედ, რომელიც ადამიანის განვითარების სულიერ ეტაპებზე საუბრობს, გვესაუბრება და გვასწავლის, როგორ გავიაროთ ეს ეტაპები. ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ ვერ ვითარდებით, ხომ არ არის ისიც, რომ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას საღვთისმეტყველო განათლებას. მაგალითად, არ ვიცნობთ ისეთ ნაშრომებს, როგორიც არის ამ შემთხვევაში იოანე სინელის კიბე, კლემაქსი. რას გვეტყვით ამის შესახებ? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ცოცხალი კავშირი გქონდეს საღვთისმეტყველო ლიტერატურასთან საეკლესიო ცხოვრების პარალელურად? რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ისტორიულად ვიცით, რომ ჩვენიერი ზოგადად წიგნიერია და სადაც ქრისტიანობა შესულა, იქ ყველგან ყოველთვის მწიგნობრობა განვითარებულა. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის, რომელიც შენ პიროვნებად გაღალიბებს. ქრისტიანობაში არ არის აუცილებელი, რომ შენ აკეთო ის, რაც შენ არ გესმის და რაც შენ არ იცი.
ამიტომ შენ რომ ბევრი რამე გესმოდეს, ამიტომ აი საოცარი უნდა წაიკითხო რაღაც, აი გამოცდილ ადამიანთა ნაშრომები. აი მაგალითად იოანე კიბისაღწევი 40 წელი მარტო განდეგილი და ცხოვრობდა დაყუდებულად და ეს მხოლოდ სულიერ საქმეებში წარემარტებოდა. ბოროტ ძალასთან უებრო მეომარია ის. წარმოიდგინეთ ახლა მისი აზრები, მისი სწავლება როგორია, ხომ, როგორ გიხსნის ის ყოველივეს და აი ჩვენც რაღაცნაირად ამ კუთხიდან გვჭირდება გამოცდილი ადამიანის რჩევა, იმიტომ რომ როგორც ქართულად ვამბობთ, წინა კაციო უკანა კაცის ხიდი არისო. თუ შენ გინდა პრობლემებზე გადაიარო ზევიდან და არა ჩაიხარშო პრობლემებში, წინა ესე იგი წარმატებული ადამიანის რჩევები უნდა გაითვალისწინო, შეიძლება რომ ის ხიდად გამოგადგეს და აი ამ უსკრულზე გადაიარო. მე ესე იგი ელისაბედ თქვენ რასაც შეეხეთ, რომ ჩვენ ესე იგი თქვათ შეიძლება ეკლესიურად ცხოვრობთ, მაგრამ შეიძლება ღრმად არ განვითარდეს რომელიმე ქრისტიანი. აი ამაზე საოცრად საუბრობს იოანე სინელი, იოანე კიბისაღმწერელი, რომ ესე იგი როგორც უფალი ამბობს, გამოვიდა მთესვარი თესვად და ამიგავს ყვება და მერე ბოლოს ნოყიერი ნიადაგზეო დაეცაო თესლიო, რომელმაც ნაყოფი გამოიღო, ზოგმა 30-ეული, ზოგმა 60-ეული, ზოგმა 100-ეული. და აი ესეთ საოცარ სწავლებას იძლევა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გამოიღებენ 30-ეულ ნაყოფს. ეს არის ადამიანი, რომელიც ეზიარება, ახსარებას ამბობს, ლოცულობს, მორალურად ცხოვრობს, ცნებებს იცავს. ეს არის ნაყოფი, ეს ღმერთის წინაშე წარმატებული ადამიანია და ის თუ მეტად არ განვითარდება, ეს არ არის პრობლემა. თვითონ თუ დააინტერესებს, იმ შემთხვევაში განვითარდება და ქრისტიანობაში და ზოგადად ცხოვრებაში ესეთია, თუ დაგაინტერესებს, შეისწავლი, თუ დაგაინტერესებს, გააკეთებ. და ეს არის 30-ეული ნაყოფის მქონე, ისინი ცხონდებიან, ეს საოცარი კარგი ადამიანები არიან. არის მერე 60-ეული ნაყოფი. ესე იგი, თესლი, რომელიც 60-ეულ ნაყოფს გამოიღებს, ეს ნიშნავს პიროვნებას, უფლისგან ნახსენები, 60-ეული ნაყოფის გამომღები, ნიშნავს პიროვნებას, რომელიც მოსწრაფეა, ანუ აი ეძებს, კი ბატონო, აი მაგალითად მოისმინა უფლის სიტყვა, რომ მდიდარნი ვერ შევან სათასასუფეველში. აი რას ნიშნავს ეს დამაინტერესა უკვე და მე ვეძებ ამას. ანდა იგავურად ბრძანა უფალმა, რომ აი 5 უგუნური და 5 გონიერი ქალწულის შესახებ და შენ ეძებ ამას. ანდა ვთქვათ პირჯვრის გამოსახვა რო ხდება, აი რატო ხდება ასე და რატო არ ხდება ისე. ანუ სწავლობ. ეს არის უკვე აი იმ საზომში მყოფი ადამიანი, რომელსაც 60-ეული ნაყოფი აქვს გამოღებული. და ის ვითარდება, ის მუდმივად ეძებს, მოწაფე ხდება ქრისტესი და ეს მისი საგანია. და არის კიდე 100-ეული ნაყოფის გამომღები ადამიანი, ქრისტეს სიტყვით, 100-ეული ნაყოფის გამომღები. ის არის ადამიანი, რომელიც სრულყოფილებას აღწევს. ეს არის მოციქულეობრივი პიროვნება, რომელიც როგორც უფალი ბრძანებს, ვინც დალევსო ჩემი წყლისგანო, თვითონ გახდება წყარო წყალთაო. ესე იგი ესენი არიან ადამიანები, რომელთაც შინაგანად აქვთ ესეთი მდგომარეობა, რომ იმდენად მიუახლოვდნენ უფალს, იმდენად შეისწავლეს მით, იმდენად მათი გახდა ეს უფლის სწავლება, რომ თვითონ არიან ქადაგებლები ღვთის სიტყვისა. ეს შინაგანი მდგომარეობა და ეს შეესაბამება, როგორც იოანე კიბისაღწეველი ამბობს, მოციქულის მდგომარეობას, რომელიც თავისი სიცოცხლის ხარჯზე ქადაგებს ქრისტიანობას და მზად არის ამისთვის ყველაფერი გაიღოს, თვით ყველაზე დიდი სიმდიდრე საკუთარი სიცოცხლე. აი მამულუკა, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მარტივი დასმა შეიძლება გავაკეთოთ, რომ დიდი მამები და ზოგადად ეკლესია რამდენად ზრუნავს განათლებას. და ეხლა თქვენ ბრძანეთ ეს 60-ეული, 100-ეული მაგალითი მოიყვანეს განათლება ძიება. დღეს სამწუხაროდ ჩვენ გვესმის საუბრები, რომ ეკლესია არის სიბნელი, ეკლესია ხელს უშლის განვითარებას. მე დღეს უსმენდი ერთი ძალიან ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორს, ჩემდა გასაუბრე, რომელიც პირდაპირ იძახდა, რომ ეკლესია დღეს ყველაზე მეტად უშლის ხელს განათლებას და ახალგაზრდების განვითარებას. ამ ფონზე აი ნათელი მაგალითია ეს, ხო? რომ აი დიდი წმინდანები და თანამედროვე სამყაროშიც რამხელა ყურადღებას აქცევენ განათლებას. აი დაახლოებით 100 წლის წინ იგივე ლაპარაკი იყო, იგივე საუბრები იყო, რომ ეკლესია არის ბნელეთის მოციქული ოპიუმი ხალხისთვის, ესე წასულის გადმონაშთი და ასე შემდეგ. მას არანაირი გადმონაშთი არა ვართ. საკმარისია ადამიანმა საქართველოს ისტორია შეისწავლოს, რომ ის ხვდება, რომ ჩვენი ერის ნაწილი ვართ. ჯერეთი ჩვენა ვართ. ერთ-ერთი ჩვენი ერის წარმომადგენელი ვართ, ხო? უბრალოდ მივიღეთ სასულიერო რამე.
და ვემსახურებით ამ საქმეს, ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის საქმეს ვემსახურებით და საღვთო მადლის გარდამოსვლის საქმეს ვემსახურებით. არანაირი ბოროტი, ესე იგი, ჩვენ როლი არ შეგვისრულებია ერის ცხოვრებაში. თუ საჭირო იყო, ვიღუპებოდით კიცეთ ომებში, როცა აუცილებელი იყო, მაგალითად მარაბდის ომში დაიღუპა ორი მღვდელმთავარი. რუსთველი და ხარჭაშნელი მღვდელმთავარი დაიღუპნენ და საეკლესიო ლაშქრის დიდი ნაწილი გაწყდა მაშინ დაიღუპა მარაბდის ბრძოლაში და ეს ხდებოდა როცა აუცილებელი იყო, მაგრამ ისე ყოველთვის ჩვენი ერის ცხოვრებაში ვღებულობდით მონაწილეობას. მაგალითად გავიხსენებ რუს მეცნიერს დურნოვს, რომელიც ესეთ რამეს წერს, რომ რას უშვებითო ქართულ ეკლესიასო მიმართავს რუსეთის სინოდს, რატომ აჩერებთო ამ სასულიერო პირთა ბუნებრივ მდგომარეობასო, ქართველი სასულიერო პირები ხო თავის ერთადერთო ცხოვრობდნენო, შრომობდნენო და თუ საჭირო იღუპებოდნენ კიდეცო. და ასეთი ვთქვათ, ესე იგი აგრესიული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ არაჩვენია. ჩვენი არ არის 100 წლის წინაც შემოიტანეს ეს და ეხლაც შემოტანილია ეს. მაგალითად თუ ჩვენ კათოლიკური ეკლესიის ისტორიას განვიხილავთ და ევროპაში ხომ კათოლიკური ეკლესიის როგორც ისტორია მოწმობს, მე არ მინახია ეს პერიოდი, მაგრამ 10 მილიონამდე ადამიანი არის ინკვიზიციის მიერ განკითხული და დასჯილი და ამ მდგომარეობამ პროტესტი გამოიწვია და დღემდე ეს პროტესტანტული თუ საპროტესტო განწყობა დღემდე არის, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერის, არ უნდა მოუახლოვდეს საერო პირს, საერთო ცხოვრებას. მაგრამ ეს მათი ისტორია, მათი შიშია. ჩვენ არაფერი მსგავსი არ გაგვიკეთებია. რაღაცა მომენტში შეიძლება ვთქვათ, მე როგორც სასულიერო პირს ნაკლი მქონდეს, მაგრამ ეს ნაკლია, მაგრამ მე ჩემი ერის მტერი არასდროს არ ვიყავი, სასულიერო პირს ვამბობ, წარსულშიც არ ვარ ეხლაც. არ ვიქნები არც მომავალში. თუმცა შეიძლება ნაკლი მაქვს. კი, ისე როგორც 1-2 ან თუნდაც 5 სასულიერო პირის ნაკლი ეკლესიის ნაკს და ეკლესიის სიბუგწეობას არ ცხებს ჩირკს. კიდევ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ესე იგი ეს იონე სინელის მასაც ეხება ღვთისმეტყველებიდან მოდის ეს საოცე, იქ-ამაქვს ამოკითხული ეს საოცე, რომ ეკლესია ეს არ არის რაღაცა, თანამედროვე სიტყვებით რო ვთარგმნო, ეს არ არის რაღაცა, ვთქვათ, დაწესებულება, ეს არ არის რაღაცა მოქმედი რაღაცა სამსახური, ეს არის საღვთო მადლის მოძრაობა ამ ქვეყანაზე და ღმერთი მოქმედებს ამის საშუალებით. ღმერთი მოქმედებს ეკლესიის საშუალებით. ეკლესიის დაბადების დღე ეს არის სულიწმინდის გადმოსვლის დღე. ეს ქრისტემ წინასწარმეტყველა, ქრისტემ დაადგინა. ეს ამ კრებულს ქრისტიანები ეწოდებათ. ღმერთისა და ადამიანთა შორის ერთობის მაძიებელ ადამიანთა ერთობა არის ეს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა ისეთი, რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგონეთ ახლა რაღაცა და იმ რაღაცა მოგონილს ვემსახურებით. არა, ეს უბრალოდ ქრისტეს ნაკადაგებზე ვართ ჩვენ აღმოცენებული, მათ შორის ჩვენი ერიც, ჩვენი კულტურაც და თუ ეკლესიის სიბნელეზეა საუბარი, ჩვენ ვიცით, რომ ძველად საქართველოში მე-18 საუკუნის ჩათვლითაც კი, აი ერეკლე მეორის პერიოდით ჩათვლითაც კი სასწავლებლები ყოველთვის იყო მონასტრებთან. ჩვენ ვიცით ეს გელათის აკადემია თუ იყალთოს აკადემია თუ თელავის სასემინარია და ასე შემდგომ, სადაც ადამიანი განათლებას ღებულობდა. არა მარტო საღვთისმეტყველო საგნებში, არამედ საბუნებისმეტყველო საგნებში და საერო საგნებშიც, რა თქმა უნდა. და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. და ეკლესია ყოველთვის მომხრია, რომ მან იცოდეს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს ცოდნა ღმერთის შესახებ, ის არის მონახთისა, როგორც არის ცნობილი გამონათქვამი და ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთის შესახებ, ის არის მეგობარი ღვთისა და უნდა ითქვას, რომ ჩვენი ერი ყოველთვის მეგობარი იყო ღვთისა. იმიტომ რომ ჩვენ არანაირი გარე ფაქტორი არ ესე იგი გვახალიფსებდა, რომ ყოფილიყავით ქრისტიანები. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. მე ვაკვირდები ჩემს ერს და ჩემს ესე იგი რო ვაკვირდები, როგორ არის იცით, შეიძლება ეს ადამიანი არ არის ეკლესიური, შეიძლება ეს ადამიანი არ არის მარხვილი და
მაგრამ მას უყვარს ქრისტე, აი უყვარს ქრისტე. და ახლა ეს ტექნიკურ საკითხებსაც მე მალე გადაწყვეტავს, როგორიც არის მაგალითად მარხვა, ლოცვა, არ იცის ლოცვა, ისწავლის, არ მარხვა, არ არის პრობლემა. რაც საგანმანათლებლო საკითხებს ეხება, მამალ უკვე ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და აი არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, სხვათა შორის ერთ-ერთ დავასახელებ, ასეთი არის ინდიგო, რომელმაც თქვა, რომ ესე იგი შეისწავლა ის ფინანსები, რასაც განკარგავს საპატრიარქო და საპატრიარქოსთვის საქართველოს ეკლესიისთვის უმთავრესი არის განათლება, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი ამ თანხის მიემართება სწორედ განათლებისკენ და საგანმანათლებლო საკითხებისკენ. აბსოლუტურად უმრავლესი ნაწილი მიემართება იმდენად, რომ შეიძლება განათლების სამინისტროსაც ვგავდეთ მაგ მხრივ. კი ბატონო, ხათაშორის სახანახსენეთ ეს გამოკვლევა, უბრალოდ კვლევა ერთ-ერთმა ფოტოშორის რუსთავიურზე იყო. აი მაგას გულისხმობთ სწორედ. ძალიან საინტერესო ფაქტი დადო, რომ ამ თანხიდან არაფერი კაპიკი არ შედის საპატრიარქოში. პირდაპირ ბიუჯეტიდან ნაწილდება საგანმანათლებლო გაწევლებს. შესაძლოა მითი რომ საპატრიარქო არის მილიონერი და ჩვენ ტელევიზიაში არის ძალიან მაღალი ხელფასები და როგორ შეიძლება საპატრიარქოში არ იყოს დიდი ხელფასები, სულ მითია და შეუძლიან სხვა არხზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გამოქვეყნებული რეიტინგები ნახონ პროცედურალ კვლევები და სადმედის და როგორ მიზდა თუ გადაანგარიშებენ რამდენ ეპარქიაზე, რამდენ სასწავლებელს ნაწილდება, რეალურად ძალიან ცოტაა და ყურლებს და ფავტორებს კიდე ფულის დამატება უწევს. რა თქმა უნდა, ის ყადაღებული 25 მილიონი კიდე მართლაც ეხა ერთ ტელევიზიას აქვს ამდენი ბიუჯეტი, ხარ დავასახელებ, მაგრამ ეს ხო თემაა. აი ჩვენი ტაძარი მაგალითად აშენდა დიდი დიღომში, რომელიც 100%-ით არის შემოწირულობებით. ესე იგი, აი საპატრიარქოს ნუ რა შემოსა რა ბიზნესი აქვს ისეთი რომ ესე იგი ვთქვათ დააფინანსოს ვთქვათ მაგალითად მშენებლობა ტაძართან მშენებლობა მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ ერი უბანმა მრევლმა ჩვენმა მეგობრებმა ყველამ ერთად გავიღეთ ეს და ნუ სადღაც აშენდა ისეთი ტაძარი რომელიც აი 2000 მრევლს იტევს და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა ასევე უნდა ითქვას რომ ამ მცირე რესურსის მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარება საპატრიარქოს ხათაშორის რადგან თემა მოვიტანა რამდენიმე დღის წინ 9 აპრილის მემორიალთან რაღაცა ინციდენტი მოხდა გავრცელდა თითქოს ქალი ეხვეწებოდა პატრიარქს და თითქოს ყურადღება არ მიაქცია მე აღმოჩნდა რომ ეს ქალი და თავად აღიარა ეს ყველაფერი არის ადამიანი რომელიც რამდენიმე წელია ეხმარება საპატრიარქო მას და მის ოჯახს ასე რომ ეს რაღაც ცოტა უცნაურობა და რამდენს ეხმარება ბუნებრივია ეკლესია ამის შესახებ არ საუბრობს და არც სასულიერო პირები საუბრობენ იმ სიკეთის იმ ქველმოქმედების შესახებ არ არის მათი პოზიცია რომ თავი მართლენ და სიკეთეზე ილაპარაკონ მეორე მაგალითად მე ვარ სასულიერო პირი ხო მე არ აღვიქვამ თავს ჩემი ერიდან განყენებულად და ჯერ ეკლესია გვქვია ჩვენ ყველას ვინც მონათულები ვართ ჩვენს ერთობას და ნუ მართვის სიტუაცია სხვა მაგრამ ეკლესია ჩვენა ვართ ამიტომ ეკლესიის გინება ეს საკუთარი თავის გინებაა თუ შენ მონათლული ხარ და თუ მონათლული არ ხარ იმ უმრავლესობის გინებაა რომ სადაც შენ ცხოვრობ და ამიტომ არალოგიკურია უბრალოდ ეკლესიის წინააღმდეგ ამის ეგეთი იმიტომ რომ ეკლესია იწყება ღმერთიდან ღვთისმშობელი 100,000 მოწამე და ასე შემდგომ და მე მთავრდება იმ პატარა ბავშვით რომელიც ამ მონათლულია და ამ დიდ ერთობას არა მარტო ამ ქვეყნიურს ქვია ეკლესია ამიტომ ის არ უნდა დავაპატარავოთ პატარა რაღაცა ორგანიზაცია უღრმესი მადლობა მამა ლუკა შეგახსენოთ გასაუბრებოდა დეკანოზი ლუკას ოპატაშვილი. გამოგწობთ გადაცემას ერთად მოვისმინოთ თვითგზის ლოცვა და დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემივანებ ჩვენ განსაცდელსა
არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. Sweet
დღეს 12 აპრილს დიდი ქართველი ხელოვანის, გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების დღეა. ჩვენ ბუნებრივია ვიხსენებთ ამ ხელოვანს და ჩვენთან სასაუბროდ მოგზავნდა ბატონი ზურაბის მეუღლე, ქალბატონი მარინა მაჭავარიანი ანჯაფარიძე. დილამშვიდობისა ქალბატონი მარინა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გაიხარეთ. მეც ძალიან დიდი მადლობა ზურაბის სახელის კიდე ერთხელ გახსენებისათვის 22 წელი გავიდა ჩემო ელენე დღეს შესრულდა 22 წელი დაბადების დღე და გარდაცვალება დაბადების და გარდაცვალების ამ ქვეყანაზე დაბადების და იმ ქვეყანაზე დაბადების დიახ ესე იგი ბატონი ზურაბი მართლა გამორჩეული იყო მომღერალი როგორც მომღერალი როგორც პიროვნება ჩვენ საუბრობთ რომ გარეგნობას რაღაც ძალიან დასამახსოვრებელი ქონდა ღმერთმა ესე მართლა რაღაცა მიმადლა მას ყველაფერი არ ჭირდება ხელოვანს მომღერალს სცენაზე მდგომ ადამიანს ასევე ხსენებენ მას მისი მეგობრები ჩვენ ხსმენი არ ერთხელ ცხოვრებაში ესეთივე იყო რაღაცა როგორც სცენაზე რაღაცა ნათელი თქვენ როგორ გაიხსენებდით ამ შემთხვევაში თქვენს მეუღლეს მაგრამ მოდით როგორც ხელოვანზეც ვისაუბროთ იმიტომ რომ ცოტა რთული პოზიციაა თქვენგან ამისაუბროს მაგრამ ისეთი პერსონა იყო ზურაბ ანჯაფარიძე რომ ალბათ უნდა ვისაუბროთ ამ კუთხით მასზე ძალიან ლაღი დიდი სითბოს მატარებელი აი საოცარი ის ქონდა მიზიდულობის უნარი აი ყარებოდა სუყველას და თვითონაც სუყველა უყვარდა და ეთყობა რომ გასცემდა ამ დიდ სიყვარულს და სითბოს 100 მაგად და 1000 მაგად უბრუნდებოდა უკან ოხ რა მაგ ესე იგი ალბათ ამიტომაც ეს სულ მახსოვს რომ ეხლა ზურაბ ანჯაფარიძე მე ყველა ზურიკოთი იხსენებს ეს დამოკიდებულებით ეთყობა იმდენად თბილი იყო ურთიერთობაში რომ ზურიკოთი იხსენებს უყველა ხო ზურიკო აი ეს კიდე ერთი გამოხატულება იმ დიდი სიყვარულისა როგორც ქართველი ერის სადაც არ უნდა გამოჩენილიყავიოს წერს ირინა არხიპოვა ზურაბს ყველგან ტოვებდი შენ დიდი სიყვარულის კვალს დიდი მომღერალი რო იყო ეს საქვეყნოდ აღიარებულია და ყველამ კარგად ვიცით შეფასებაც ძალიან დიდი მიიღო მე მგონი ერთ-ერთი მომღერალი იყო რომელმაც სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია თავისი ხელოვნება და პიროვნება ლეგენდად აქცია მისი ხალხმა. ნამდვილად ასე იყო და სხვათა შორის ვკითხულობდი ლევან ანჯაფარიძის მისი ძმისშვილის მოგონებებს ის წერს რომ პიკის ქალის პრემიერის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში მაყურებელი ფეხზე ამდგარი სკანდირებდა ზურიკო ასე უყვარდა ის მაყურებელი. იმ დროს მე მოსკოვის ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში, ქალაქ მოსკოვში და ვესწრებოდი ზურიკოს სპექტაკლებს. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და რა თქმა უნდა ბილეთების შოვნა წარმოუდგენელი იყო და 1-3-4 თვით ადრე მაინც ბიძა მყავდა იქ ვენო მაჭავარიანი ჟურნალისტი, რომელიც ძლივს მიშოვდა ერთ ბილეთს. და დიდი ბედნიერება იყო რომ ესწრებოდეთ ხო? სუნთქვა შეკრული, მარტო მე კი არა ჩემო ელენე. მთელი დარბაზი, არ სუნთქავდა თითქოს დარბაზი და რომ დაამთავრებდა არიას ეს იყო საოცარი დარბაზის აღქმა, ფეხების ბრახუნით, ტაშით, სკანდირებით, ზურიკო 40 წუთი და რო გამოვიდოდა გარეთ, რომ უნდოდა სახლში წასვლა, საგრიმიოროდან ვეღარ გამოდიოდა, იმდენი ხალხი იყო. ეხლა მახსენდება 84 წელს ჩვენი ოპერის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის იყო საგასტროლოდ მოსკოვის დიდ თეატრში და ზურიკო მიმღერა გია ყანჩელის ოპერა არს მუსიკა და სპექტაკლის შემდეგ საგრიმიოროში მინდა მივაკითხო და წავიდეთ უკვე სასტუმროში. ჯერ სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, წინა დღით რეპეტიციები ტარდება. მივედით 2 დღით ადრე სარეპეტიციოდ, ავედით 24 სადარბაზოდან, საიდანაც შედიოდა ხოლმე თვითონ, დამსვა იქ ლოჟაში და ჩაბნელებულია მთელი თეატრი. ისე ხუმრობა რო უყარდა მოგეხსენებათ და საოცარი იმორი ქონდა ხო იხსენებენ საოცარი როგორ ჩაბნელებულა რაც მე წავედი იმის მერეო 14 წლის წამოსულია იქიდან ხელის ფათურით როგორც იქნა გავიდა გაიყვანეს სცენაზე და უნდა დაიწყოს რეპეტიცია მაგრამ არ არის შუქი იცდის ახლა ალბათ 3 ან 5 წუთი და უცბად აინთო დიდი პროჟექტორი დარბაზიდან მეორეა რუსიდან თუ პირველიდან ეს ზუსტად აღარ მახსოვს და გაანათა ის ადგილი სადაც ზურიკო დგას და ესმის და მე მესმის რაც მთავარია სკანდირება ზურიკო აინთო ჯერ სცენა შემდეგ ორმო სადაც ორკესტრი ზის ისინიც სკანდირებდნენ შემდეგ დარბაზი სადაც მთელი დიდი თეატრის სოლისტები კამერდინერები მუშა
სცენის მუშები სულ ყველანი აი ესეთი დიდი სიყვარული 14 ის კადრები ალბათ არა გვაქვს არა 14 წლის წამოსულ ზურიკო ანჯაფარიძეს ასეთი დიდი სიყვარულით დახვდა თავისი თეატრი. საინტერესო როგორ იყო მის დამოკიდებულება ახალგაზრდებთან დამწყებ მოგალბთ რომ მისაბაძი იყო და ეხლა დარწმუნებულია რომ ბევრმა მისი მოსმენის გამო აირჩია ეს პროფესია და დღემდე მე ვიცი ეხლა მე მყავს მეგობრები ამ სფეროში რომლებიც შეიძლება ვერ მოვასწრებენ ზურიკოს მაგრამ მათთვის იდეალია და მისი ხმა და მისი ნამღერი და ეს ისტორიები. მისი დამოკიდებულება როგორ იყო? როგორ გითხრათ ეხლა გეგმაშიც ჰქონდა რომ ჩამოელო მთლიანად სრულიად საქართველო და მოეძიებინა კარგი ხმები. მაგრამ დღევანდელ თეატრალურ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ზურიკო განაგებდა მუსიკალური დისციპლინების კათედრას და აი ჩამოყავდა არა მოდიოდნენ მუსიკალური განათლებით ან არა მუსიკალურით რადგანაც იცოდნენ რომ ანჯაფარიძე აუცილებლად მოისმენდა ხმა თუ მოეწონებოდა არ მოსთხოვდა გამოცდების ისე კაცრად ჩაბარებას როგორც სხვა სტუდენტებს აბიტურიენტებს ქონდა ბევრი ასეთი შემთხვევა ასეთი იყო ბესო გაბიტაშვილი ასეთი სხვები ახლა გვარები ცოტა მიჭირს ბევრი ძალიან და ეს კარგი კითხვა დამისვით აი ის რაც თვითონ ზურაბს უნდოდა თავის დროზე რომ ჩამოეყალიბებინა აკადემია უფრო რაღაცა ხმამაღალი ნათქვამია სახელოვნებო სტუდია სადაც აღიზრდებოდნენ გაიზრდებოდნენ ბავშვები ჩამოვაყალიბებ მე და სექტემბერში გვექნება პრეზენტაცია დიდი საჩუქარი გაუკეთებია მისი სურვილი აქამდე კი ძალიან დიდი როგორ გითხრათ შრომა არა ფიქრი მეგობრების შეწუხება მათი თანადგომით აი სადაც 4-5 წლიდან გაიზრდებიან ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სტუდიაში. ალბათ მის სახელს და მის დიდებას უფრო კარგის ვერაფერს გავუკეთებთ. მეც ასე ვფიქრობ, ჩემოგი. უმცროს ზურიკო ანჯაფარიძეზე მინდა გკითხოთ, ვინაიდან ახალგაზრდების თემას შევეხეთ და ბატონი ზურაბის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი მამის კვალს გაყვა. მამის კვალს გაყვა. თბილისის ოპერის თეატრში მოღვაწეობს, ემზადება პრემიერისთვის, ჩვენ ეთერს გარეთ საუბრობდით, კარმენზე მუშაობს ხოზეს პარტიას ამზადებს, აი რას გვეტყვით მის საქმიანობაზე, მის კარიერაზე, ასე ვთქვათ, მუსიკალურ სფეროში. თუმცა დიდი პასუხისმგებლობაც არის ოპერის სცენაზე ედგეს ზურაბ ანჯაფარიძე ეწეროს და ზურაბ ანჯაფარიძე მღეროდეს. აი ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ზურაბს ძალიან კარგად აქვს შეგნებული, კიდევ უფრო მეტ დატვირთვას აძლევს მის შემოქმედებას, მის პიროვნულ თვისებებს. ნუ მამა რა თქმა უნდა მისთვის კუმირია. გეხსენებათ, თანაც ის რომ მამამ ის რაც თვითონ ქონდა შინაგანად ზურაბს ადამიანური თვალსაზრისით სითბოთი ხმა ტემპი განსხვავებული როგორც დიდი მომღერლები ბრძანებენ ბატონი ზურაბ სოტკილავაც გარდათვლილი ნათელში ამყოფოს მისი სული რომ მას ძალიან დიდი ამაგი დასდო ზურაბს როდესაც მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა ზურიკო ასევე ბატონო ალეკო ხომერიქს ძალიან დიდი მადლობა იმისათვის მანაც უდიდესი ღვაწლი შეიტანა მის ჩამოყალიბებაში, გამოძერწვაში, როგორც მომღერლისა და პიროვნულადაც. ასევე ჩვენი საყვარელი ბადრი მაისურაძე, რომელიც ახალგაზრდებზე ძალიან ბევრს ზრუნავს და ერთ-ერთი რომელიც დაუდგა ჩემს ზურიკოს ზურიკო უმცროს ანჯაფარიძეს კი კაცურად, ადამიანურად მიიყვანა თეატრში და აი დღეს ზურიკო ემზადება ხოზეს პარტიის წარმოსაჩენად იზეს ოპერა კარმენში. ბატონი ზურაბი ითხოვდა გარდაცვალების წინ რომ ის არ დაეკრძალათ დიდუბის პანთეონში, არ გამოესვენებინათ ოპერიდან, თუმცა მას ეს სურვილი არ შეუსრულდა, ხო? ანუ დიდებას ერიდებოდა და არ უნდოდა დიდება და განსაკუთრებული პატრონი. ზურაბის უახლოესი მეგობარი ბატონი ნიკო ხატიაშვილი. რა თქმა უნდა, რომელმაც პირველად მიიყვანა თავის ბიძასთან, უდიდეს მომღერალთან, ბატონ ვალერიან კაშაკაშვილთან. სამეცადინოთ მანვე უწინასწარ მეტყველა ბატონმა ვალერიანმა ზურაბს, რომ ძალიან დიდი მომღერალი გახდებოდა. აი ნიკო ბავშვობის მეგობარი, არაჩვეულებრივი წიგნი გვაქვს ჩვენ, სადაც ყველაფერს დეტალურად აღწერს და ბოლო დღეებიც რა თქმა უნდა ნიკო გვერდში ყავდა ზურიკოს, ყველაფერს ამას აფიქსირებდა და სთხოვდა, რომ არ უნდოდა
ვერის სასაფლაოზე აიღო 4 ადგილი. არც ჩემთან განშორება არ უნდოდა გარდაცვალების შემდეგ, რადგანაც თუ თაწმინდაზე ან სხვაგან დასაფლავებდა, ძმა უკვე გარდაცვლილი ყავდა, რა თქმა უნდა, უნდოდა რომ ის გვერდით ყოფილიყავი. მაგრამ უფლის განგებით მოხდა ის, რომ ზაქარია ფალიაშვილის გვერდით განისვენეს 2 აბესალომი, ზურაბ ანჯაფარიძე და ბანო სარაჯიშვილი. 2 დიდი სახელი. 2 დიდი სახელი რამოდენად. დიდი სახელი. ის გრძნობდა რომ უკვე მოხრულებული იყო მისი ამ ქვეყნიდან გასვლის დრო და ვინაიდან აი მეგობარს ასე ვთქვათ ანდერძად უტოვებდა სათხოვარს თავის ეს თქვენ შვილთან დაკავშირებით ხომ არ დატოვა რაიმე აი ანდერძის მაგვარი მის პროფესიულ ვთქვათ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საინტერესო არის. იცით ელენე, ზურიკო ძალიან კარგად ხატავს და ამიტომ სულ ფიქრობდი, მამაც ხატავდა, მე არ მეხერხება აბსოლუტურად არანაირი ნიჭი ხატვის არ მაქვს. მამისკენ წავიდა ყველაფერში და აი სულ ფიქრობდი, რომ ალბათ მეთქი უფრო ხატვას აირჩევს, მაგრამ 6 წლის არის ზურიკო მამის გარდაცვალებამდე თვითონ ზურაბის წერს ქალბატონ ირინა არხიპოვას წერილს. ჩემი პატარა ბიჭი უკვე მზად არის, რომ იმღეროს ხოზე კარმენში. რამდენი წლის იყო მაშინ? 6 წლის. მაშინ იმღეროდა ხოლმე, მოსწონდა მამას ბაძავდა. როგორ გითხრათ, ეს იგი შინაგანად მომღერლად არის დაბადებული ბუნებიდან და ეს გენი გრძელდება და აი ბედნიერებაა დიდი. მამის სურვილი დიდი იყო, რა თქმა უნდა, რომ ემღერა. ჩემს სურვილს არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა, რადგანაც ზურაბმა გამოავლინა მართლა ის თვისებები, ნამდვილი მომღერალი. ერთია რომ სურვილი ქონდა დიდ ზურაბს და მეორეა რომ მასაც აქვს მონაცემი და ის დააღრესეულად წარმოაჩენს ამ სახელს და ამ მონაცემს, ხო? ძალიან ნიჭი მუსიკალური. ქალბატონი მარინა, შაშან იყო საიუბილეო წელი, ბატონი ზურაბი 91 წლის გახდებოდა დღევანდელ დღეს და ვიცით რომ შაშან მასშტაბურად აღინიშნა ეს დღე 90 წლის იუბილე მისი. საინტერესო არის წელს რა იგეგმება თუ აპირებთ ღონისძიების ჩატარებას საიუბილეო დაბადების დღესთან დაკავშირებით. საიუბილეო არ არის, მაგრამ 91 წლის გახდებოდა დაბადების. გადაწყვეტილი მაქვს ხოლმე მე ერთია რომ მინდა ხოლმე რომ აღნიშნო ვთქვათ რომელიმე ბერ მუსიკალურებს აქვს ზურიკოს სახელი მინიჭებული, მაგრამ თვითონ აი წარმოიდგინეთ ხალხიც რომ დავთქვით რომ 2 საათზე ოპერის ბაღში ვიქნებით სანამ მე ცოცხალი ვარ მეთქი. ეს ტრადიციაა, ხო? ტრადიცია, არავის არ ურეკავ. არ ვახსენებ. ახსენდება მოდის. თუ არ არის საიუბილეო თარიღი და არ მაქვს დასარიგებელი მოსაწვევები და ბილეთები. არავის, თვითონ ხალხი, აი მართლაც სახალხო მომღერალი იყო ხალხის და ამბობდა, ხო იცით რომ არაფერი ჯილდო არ აქვს საქართველოში. ხუთ ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, როგორც უბადლო აბესალომს. ზაქარია ფალიაშვილის ოპერა რომ შეასრულა ასე არაჩვეულებრივად, ოპერიდან აბესალომის პარტია და აი ის თვითონ ამბობდა საჭიროა კი ჩემთვის ამდენი პრემიები, ჯილდოები. არ არის საჭირო, ჩემთვის ხალხი, მარინა, ხალხის სიყვარული, მთავარი და უმთავრესია. უდიდესი. გარდაცვალების შემდეგ იყო ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, გარდაცვალების შემდეგ წესდება ყოფილა ასეთი, რომ არ უხსნიან ვარსკვლავს და წუხდი მე თვითონ წუხდი, იმიტომ რომ ნუ ვინმე იმსახურებს ვარსკვლავის გახსნა. ხო, სიმთვრე ვარსკვლავი უნდა იყოს ზურიკო ანჯაფარიძე. ზურიკოს უნდა ქონოდა ნამდვილად და მე შევაწუხე ბატონი დავით საყვარელიძე, მაშინდელი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი ადამიანი და შევაწუხეთ კიდევ მოსკოვში კოსმოსი და დედამიწა რო არის ორგანიზაცია გერმანი ტიტოვი მისი დირექტორი და უცბად ერთ-ერთ ვარსკვლავს დიდი სიამოვნებით სიხარულით მიანიჭეს ზურაბ ანჯაფარიძის სახელი და გუნათისებოდან. კი ბატონო, ზურაბ ანჯაფარიძის სახელი კაშკაშა ვარსკვლავი იყო ყოველთვის და იქნება კიდე ბუნებრივი. ძალიან სიმბოლურია რომ ტელევიზია საჩვენო იმყოფებით მდებარეობს ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე. რომელიც ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის. ვერც ვიფიქრებდი. ძალიან დიდი მე თვითონ ხო მოგეხსენებათ. ძალიან მიყვარს თქვენი ტელევიზია და მარტო მე კი სრულიად საქართველოს. თუ მეტეს ჩვენ ქართველებს, რომელიც ასეთი მორწმუნეა ღვთის მოშიში, მე თვითონ მეტეხის
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლი ვარ. მამა აკაკი არის ჩემი სულიერი მოძღვარი მელიქიძე და არა მარტო მე, მთელი ჩემი ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ბუნებრივია კიდევ ერთხელ აღნიშნო, სანამ ჩვენ ვიარსებებთ, სანამ საქართველოში ოპერა იარსებებდა და სიმღერა ზური კვანჯაფარიძე ყოველთვის ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი ნამდვილად. შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ქართველი ხელოვანის მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების დღეა ჩვენთან ბატონ ზურაბს მისი მეუღლე გალბატონი მარინა ეხსენებთ. განვაგრძობთ გადაცემას სიუჟეტ შემოგთავაზებთ, როგორ აისახება გადაღლა და უძილობა მეხსიერების პრობლემებზე, ასევე ჩვენს ფსიქოემოციურ განწყობაზე. ამაზე ისაუბრებს ცოტა ხანში ჩვენი სტუმარი ფსიქოთერაპევტი. მანამდე კი ვნახოთ ქუჩის გამოკითხვა, რას ფიქრობს ხალხი ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ძირითადი მიზეზი ამ მდგომარეობის, მეხსიერების პრობლემის ზოგადად არის სტრესული სიტუაცია. სტრესი სახლში, სტრესი სამსახურში, სტრესი ყოველდღე, აი ეს არის მიზეზი. უფრო მეტი სიმშვიდე რო იყოს, მაშინ და უფრო სხვა რაღაცებით დაკავდნენ ადამიანები, მაგალითად კინოთი, თეატრით, ხო, ანუ განტვირთვა იყოს. მაშინ არ ექნებათ ეს პრობლემები, მაგრამ ამისი საშუალება არ აქვს. გაცილებით გადატვირთული რეჟიმია, მაგრამ ჯერ გონება უნდა ავარჯიშოთ, მერე ბუნებაში უნდა გავიდეს ადამიანი, მიწას არ უნდა მოწყდეს. თორე როგორ ენერგია საიდან მივიღებთ? სიცოცხლის ენერგიას ვერ ვღებულობთ სხვანაირად, ხო? თუ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, მით უმეტეს ბავშვს თუ მოვაცილებთ, აი კომპიუტერს და წიგნს შავახუტებთ და რაც შეიძლება ახლოს ვიქნებით ღუნებასთან, ყველანაირი ეს პრობლემა გაქრება მაშინ. ყველას უწევს მუშაობა, ყველა საშინელი გრაფიკი აქვს იმდიქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ცხოვრობთ, ისევ მაგას გავუსმევ ხაზს და ანუ ეგეთი მდგომარეობა არის და რა ვიცი. ასე ვფიქრობ, რომ კიდევ ამ ყველაფერს ემატება ძალიან ბევრს აქვს ვალები, მაგაზე ნერვიულობა და პრობლემები. ყველაფერი ერთად არის, ეკონომიკური პრობლემებიც, სოციალური მდგომარეობაც, ვინც მუშაობს მართლაც გადატვირთული რეჟიმი. ყველაფერი ერთად რა. და სიძულული პირველ რიგში. სიყვარულის ნაკლებობა. ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა აღარ არის. ზოგადად მე მგონი 21 საუკუნის სცენია, იმიტომ რომ მარტო ახალგაზრდები არ არიან გადაღლილები. ჩვენ უნდა შევიცვალოთ აზროვნება ჩვენი. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ახლა რასაც ვაკვირდები, საკმაოდ რთული მდგომარეობა ასე თუ ისე, იმიტომ რომ ქუჩაში რო გავივლი, ადვილი შესამჩნევია, როგორი გადაღლილია ყოლა და რაღაცა დამძიმებული სახეებით დადიან და ვფიქრობ, რომ ამის ძირითადი მიზეზი მაინც მძიმე სამუშაო პირობები და რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაშია და ძალიან გამიხარდება თუ ყოლა ჩვენგანი გაიაზრებს ამ პრობლემას და თვითონ ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს, რათა უკეთესობისკენ შევცვალოთ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ასე თუ ისე, ანუ ხელისუფლება და ყველა მაინც ადამიანურ დონეზე დადის და აუცილებელია რომ თითოეულმა მათგანმა გაიაზროს ის რაც ჩვენთან ხდება და გადავდგეთ მომავლისკენ უკეთესი ნაბიჯები. ძალიან საინტერესო ქუჩის გამოკითხვა ვნახეთ. ახლა როგორ ქუჩის ძალიან საინტერესო გამოკითხვა. ქუჩის ძალიან საინტერესო გამოკითხვა ვნახეთ. იმასთან დაკავშირებით როგორ მოქმედებს გადაღლა უძილობა ადამიანის ფსიქოემოციურ განწყობაზე, ასევე ჩვენს მეხსიერებაზე. თემაზე სტუდიაში სასაუბროდ მოვიწვიეთ ფსიქოთერაპევტი გალბატონი თამარ ლოვაძე. თამარ, დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ისეთი საჭირო თემაა. ნამდვილად და ყველას საინტერესო და აქტუალური, იმიტომ რომ დღეს ძალიან დაძაბული ფონია, ბევრის გამხსმენია ალბათ, რომ კი, რა ვქნა, მაგრამ სამსახური მაქვს, ბავშვი მყავს, ადრე უნდა დავდგეთ, ადრე დაძინებას ვერ ვახერხებ და ეს ყველაფერი მე ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედა დაძაბულები დავდივარ მთელი დღე და ვიღრინებით პოზიციებს. აი სხვა შორის აღნიშნა კიდეც ერთ-ერთმა ასე ვთქვათ მოქალაქემ რომ გადაღლას სტრეს ადვილად შეამჩნევ მოსიარულე ადამიანებს ქუჩაში და 21 საუკუნის სცენიაო ესეც კი თქვენს თქვენ რას ფიქრობთ რა არის იმის მიზეზი რომ პრინციპში ყოველ მეორე ადამიანს ჭირდება ფსიქოთერაპია, ჭირდება წამალი, ჭირდება ასე ვთქვათ რაღაცა გზა იმისათვის რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ვუჩვენოთ. აი რას გვეტყვით ამის შესახებ, რა არის ძირითადი მიზეზი? იცით თქვენმა რესპონდენტებმა მართლაც სწორად აღნიშნეს, რომ გარკვეულწილად ეს პრობლემა უკავშირდება ჩვენს დროს 21 საუკუნე მართლაც განსაკუთრებულად სტრესოგენული დრო არის. ბევრი გამოწვევებია
სწორად აღნიშნეს, რომ უკავშირდება სამუშაოს სტრესულ გარემოს, კი, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს, გაზრდილ კონკურენციას, პასუხისმგებლობას, მოთხოვნილება აქვთ ადამიანებს, რომ თითქოს და მე ამ დრომ, აი ამ პერიოდმა თითქოს ეს განცდა გააჩინა, რომ მუდმივად დროის უკმარისობა, ადამიანებს მუდმივად დრო არ ყოფნით და კი, ვერ ასწრებენ, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი რამ გააკეთონ, აქვთ განცდა რომ ვერ ასწრებენ, მაგრამ რაც უფრო მეტს აკეთებენ, მით უფრო მეტად ვერ ასწრებენ, იმიტომ რომ აი ამ ფორსირებული რიტმით ცხოვრების დროს ენერგიის ძალიან დიდი დანახარჯი ფსიქიკური გადატვირთვა, გადაძაბვა და რესურსები იკლებს და შესაბამისად პროდუქტიულობაც და ეფექტურობაც იგივე სამუშაოს და ნებისმიერი საქმის შესრულებისაც იკლებს. ამავდროულად ტექნოლოგიებთან შეგუების პროცესიც მიმდინარეობს ადაპტირების ახლა ამ საუკუნეში, იმიტომ რომ ეს ინტერნეტით თქვათ ელექტრონული მოწყობილობებით მაინც სიახლე არის, ხო, ამ ეპოქისთვის და ამასთან შეგუებაც ალბათ გარკვეულ სტრესს იწვევს. კი, კარგად აღნიშნეთ ესეც, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ზუსტად ჩვენი ტექნოლოგიური საუკუნის, რომ ინფორმაციის ისეთი ზღვანაკადი მოდის და ისეთი შემოჭრა ამ იმპულსების ელექტრონული, რომ გონებაზე რომ ძალიან ძნელია ამ ყველაფერთან გამკლავება და ამხელა ინფორმაციის ნაკადის გადამუშავება. ძალიან კარგი იქნება თუ შევძლებთ რაღაცნაირად გაფილტრას რა ინფორმაცია მივიღოთ და რა არა. აი მაგალითად ალბათ ძალიან ბევრისგან შეიძლება ჩვენ თვითონაც ხშირად ვაკეთებთ ამას, რომ პირველი წუთები ჩვენი გაღვიძების ეს არის ესევე გაჯეტში და ან ელექტრონული შემოწმება ან სოციალური იქნებები წერია მეორე საკითხი. იშვიათად რომ ამის ასიამონა მოისმენო. რა თქმა უნდა. ძილის წინაც ალბათ ვიძინებთ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვემშვიდობეთ ამ სოციალურ მედიას ან სხვა რამე. არა, ხან ვერ ველევით და ჩართულს ტოვებთ. მე ის გვაღვიძებს და ანუ ძილთან მივდივართ ისე რომ ძილიც გვაქვს დარღვეული, შეიძლება ითქვას, აი სწორედ აი ტელეფონის გამო, ინტერნეტთან კავშირის გამო. ძალიან ძლიერი გამღიზიანებელია ამხელა ინფორმაცია. მე გარდა ამ ინფორმაციისა დღის განმავლობაში სხვადასხვა სტრესული მოვლენები ხდება ხო ჩვენს თავს, რომელიც ჩვენგან პასუხს ითხოვს და ყველაზე რთული მაინც იცით აი ამ გადაღლას და უძილობას იწვევს არა რაღაც ერთი დიდი სტრესული მოვლენა, რომელსაც შეიძლება ადეკვატურად ვუპასუხოთ, არამედ როდესაც სიტუაცია გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში და იღებს ქრონიკულ სახეს. შეიძლება არ იყოს დიდი ინტენსივობის, იყოს მცირე ინტენსივობის, მაგრამ იყოს ქრონიკული. და აი ეს იწვევს ყველაზე მეტად გადაღლას და გამოფიტვას. იცით როგორი მომენტი ხა გამდინარე ამ ბევრი სოციალური პრობლემიდან ბევრი ადამიანი ისეთი, რომელიც თქვენ ბრძანეთ და დაახლოებით იგივე კონტექსტში უნივერსალურად თითქოს ყველაფერი მოვასწროს, ერთ სამსახურს ამთავრებს სიტყვაზე, მე დარბის მეორე სამსახურში, მე უწევს გათენება, იმიტომ რომ რაღაცა იქიდანაც ძალიან მცირედი მოიპოვოს, იმიტომ რომ შვილი ყავს, ოჯახი ყავს, დღეს პრობლემა სამწუხაროდ დგას, მაგრამ რეალურად ამით შეიძლება ითქვას, რომ შემოსავალ ოდნავ მეც შემოიტანს, მაგრამ ის პროდუქტიულობა ცოტა ხანში ხდება უნარო და შეიძლება რეალურად იფუჭებს საქმეს, ხო? აბსოლუტურად ხმებით, აბსოლუტურად გეთანხმებით. უბრალოდ აქამდე როგორც ჩანს ყველა თავისი საკუთარი გამოცდილებით უნდა მივიდეს, რომ აი ის მცირედი ზრდა, ვთქვათ, შემოსავლის არ არის, არ ღირს იმათ, რა მოკლევადიანი გამოდის რეალურად, იმიტომ რომ ის ჯანმრთელობას ურთიერთობებს, რომლებსაც აკლებს ამ თავის დროს და პირველ რიგში საკუთარ თავს, იმიტომ რომ მის ჯანმრთელობა ზიანდება ამის. დიახ, აი ურთიერთობები აღნიშნეთ და აი ამ გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ადამიანი ვეღარ არის სოციალური, ასე ვთქვათ, რეალურ სივრცეში უკვე. და რჩება ვირტუალური სივრცე, სადაც ივსებს შეიძლება ამ დანაკლის, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი. ანუ ადამიანები ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს მეგობრები, გადისკვირები და ესეც ბუნებრივია ალბათ მოქმედებს, ხო? და იწვევს სტრესს და ის ვთქვათ, მე ნევროზული მდგომარეობა, რაც ასეთ დამახასიათებელია დღევანდელი დღისთვის სამწუხაროდ, ალბათ მიზეზები აი რამდენიმე მიზეზია, რაც გროვდება და შემდეგ უკვე ერთიანად წარმოშობს იმ პრობლემას, რასაც ნევროზული მდგომარეობა და დეპრესია ჰქვია. თუ სწორად ვამბობ, არ ვიცი. იცით რა, კი, როგორ არა დეპრესიის სიმპტომებიც ახლავს თან მე ამ გადაღლას და გამოფიტვას. და ნევროზით სწორად აღნიშნეთ, ნამდვილად ამ მდგომარეობა შეიძლება ვუწოდოთ, როდესაც ადამიანი აი ამ ერთ წრეზე დადის და ვერ ახერხებს აქედან გამოღწევა სულ უახლოესი ადამიანებისთვისაც კი შვილების, მეგობრების, რაღაცნაირად გამოყოს დრო, რომ
ხარისხიანად იყოს ჩართული ურთიერთობებში და არა იმ წრეზე იაროს როგორც რუტინას რომ ვეძახით და რასაც მიჩვეულია ერთი და იგივე სკეთებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პრობლემა ამ კუთხით დღეს არის ასევე ბავშვები და ახალგაზრდა თაობაც. ერთია მშობლები და უფროსი თაობა, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ეს გადატვირთული გრაფიკი, სამსახურით ეს შემდეგ, მაგრამ ბავშვებიც ხანდახან მშობლებიც მოდი ეს თქო ცოდავთ, იმიტომ რომ ბავშვი აქვს სკოლა, მე გვინდა რომ ყველაფერზე იაროს რუსულიც ცოდეს, ინგლისურიც, ამერიკულიც, იტალიურიც, ცურვა იცოდეს, ჭიდაო ყველაფერი უნდა მოვასწროს ბავშვმა. ფიზიკურად ვერ უძლებს. პლუს ამას ბავშვაც მე უნდა თავის გართობა და ხანდახან არის რომ აი რაღაც კიდე უყურებ და მოკლედ ბავშვიც ხან ტელეფონში, ხან ინტერნეტში და რა უთმლები და რა გადაცემები მეორე საკითხი კიდე რამდენად უნდა უყუროს და არა და შეიძლება ბავშვის ფსიქიკაც და ეს ტემპიც რაღაცნაირად იტვირთება არასასურველი ინფორმაციით თუ არასასურველი ქმედებებით. აი ამ კუთხით რას იტყვით და რა რჩევას მისცემთ მშობლებს? რა თქმა უნდა, სწორედ აღნიშნეთ, ისე მინდა გითხრათ, ჩვენს ახალგაზრდა თაობაზეც ყველაზე უფრო მეტად, იმიტომ რომ ისინი მოწყვლადები არიან, მათი ფსიქიკა, ნერვული სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და ეს გაჯეტებიც და ეს ცხოვრების აჩქარებული რიტმიც და ისიც რომ მშობელი მუდმივად დაკავებულია, რა თქმა უნდა, აისახება ბავშვის ყოფაზეც. მე ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი მე რასაც ვხედავ ის არის მშობელმა თვითონ თავისი საკუთარი რეჟიმი დაარეგულიროს და გახდეს მაგალითი, როგორ ახერხებს დაბალანსებას სამუშაოსა და დასვენებას შორის. მე იმ დასვენების დროს შესაძლებელია, როდესაც კარგად იგრძნობს თავს და ენერგიაც იქნება იმისთვის, უფრო ხარისხიანად იყოს ბავშვთან კომუნიკაციაშიც ჩართული. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვისთვის ყველაზე დიდი ძალა მაგალითს აქვს ეს ყველასთვის ცნობილი. დასვენებაც, აი ეკონომიური მდგომარეობაც ახსენეს გამოკითხვაში და ხარისხიანი დასვენებაც ასევე საკმაოდ რთულია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ გამოვყოთ დრო, საშუალება იმისთვის, რომ ხარისხიანად დავისვენოთ. ვინაიდან ეს ჩვენთვისვე, ჩვენი ფიზიკური მდგომარეობისთვის, ასევე ფსიქოემოციური განწყობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა კარგი კითხვა დამისვით. კარგი გოგოა ელისა. სინამდვილეში გეთახმებით, სინამდვილეში დასვენებას შეიძლება რაღაც ფინანსური რესურსი ჭირდებოდეს, მაგრამ იმ დასვენებას, რასაც ჩვენ საუბრობთ ახლა, რომ აღვიდგინოთ ჩვენი ძალები ყოველდღიური საქმიანობისთვის, არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული ფინანსური რესურსი. იცით, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დასვენება წელიწადში ერთხელ გვეკუთვნის შვებულების დროს. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი გადაკანცული და გადაღლილი მივიდეთ, რომ ისიც იქცეს თავისებურ დატვირთვად და გამაღიზიანებლად და არა დასვენებად. რაღაცნაირად კარგი იქნება თუ მოვახერხებთ, რომ აი ეს დასვენების და სამუშაოს ბალანსი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს, დღის განმავლობაში რამოდენიმე წუთი. ან საქმიდან საქმეზე გადასვლის დროს პატარა პაუზები გავაკეთოთ. გვასწავლეთ ასეთი პაუზის გაკეთება სავარჯიშოს სახით თუ არსებობს რეცეპტი. კი, რა თქმა უნდა. როგორ დავისვენოთ დღის განმავლობაში, როდესაც ძალიან დატვირთული დღე გვაქვს. ხო, შეიძლება რამდენიმე კონკრეტული ერთი სამსახურიდან მეორეში მივდივართ. აი ელისაბედი უნდა გაიქცეს სხვა სამსახურში. ხო. შენც ასევე. ხო, ამართლა ვიზახე, მოჩვენე ხა ეთერზე და გვაქვს სასამსახური, რა ვქნათ, რა პერიოდი დაუთმოთ დასვენები. ერთი გონება გარდაერთოს აქედან იქ. კი. აი ეს არის ძალიან აუცილებელი, რომ დასრულდეს ის ერთი ფაზა, ერთი ეტაპი ჩვენი საქმიანობის და გადავიდეთ მეორეზე ახალი ენერგიით და ახალი განწყობით, ხო? ჩვენ სინამდვილეში ხო გადაადგილების პრობლემა იმდენად რთულია, რომ ამ რაც მინდა შემოგთავაზოთ, არ ვიცი როგორი შესაძლებელი იქნება, თუმცა თუ ფეხით გიწევთ სამსახურში მისვლა, შეიძლება რომ მონახოთ რაღაც სხვა გზა, ახალი გზით მისვლა, ვთქვათ, გაზაფხულია, კარგი ამით. კი, ახალისებს ცვლის განწყობას და იმ განწყობით, რომ აი ამ გზა სხვა ქუჩით წახვიდე, თუ ფეხით გიწევს, თუ ტრანსპორტით გადაადგილდები და არ არის სასიამოვნო პროცესი ეს ყველა ვიცით, ხო? ამ დროს შეიძლება დააგვირდე გზას და მისცეთ დავალება თავს, რომ რაღაც ახალი დავინახო ამ გზაზე, რაც ადრე არ შემინიშნავს. მაგალითად დაყავდა ნუში, მაგალითად დაყავდა ნუში, ეხლა ნამდვილად არის ამ შესაძლებელი. გაზაფხული გიძლება ამის საშუალებას ყოველდღე სიახლე დაინახო. კი, ასეთი ექსპერიმენტები ვატაროთ, კი. გარდა ამისა, 5-10 წუთიანი რელაქსაციური სავარჯიშოები არსებობს. ძალიან მარტივად შეიძლება სუნთქვაზე ფოკუსირებით, როდესაც რიტმული სუნთქვა შეგვიძლია შევასრულოთ შესუნთქვა, თქვათ 4 დათვლაზე. პატარა პაუზას გავაკეთებთ.
500-ლაზე ამოსვლა. დედა არ მომეშვა კაცო სად იყავით აქ. ცოტა თაბრუსხევა იცის პირველ ეტაპში. ეგ არასწორი სენტრის ბრალი. თქვა შეიძლება გახანგრძლივებული იყოს ერთი თვლით მეტი. და რამდენიმე ციკლი გავაკეთეთ ეს ახლა ორი ისეთი რჩევა მოგვიყვეს, რომელიც ყველა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი გრაფიკით. თან სულთა ხარზე თუ ისუნთქებ ასე ღრმად შეუსუნთქავ ხოლმე უკეთესი. ძალიან კარგი იქნება ვერ გეტყვი, მაგრამ რომ არ მოვწყდეთ დიდად საქმიანობას, შეგვიძლია ყვება ამასთან დაკავშირებითაც ისეთი პატარა სავარჯიშოსავით ჩვენ თავს შევთავაზოთ, იმიტომ რომ ჭამით ხომ ყოველდღე ვჭამთ. ერთი ყვება მაინც დღის განმავლობაში რომ მოვაწყოთ ისეთი რომ ფეხზე გარმა არ ვჭამოთ. და ეს ყვებაც იყოს ჩვენთვის რაღაც დასვენებისთვის ამ მიზნითაც ენერგიის მიღების პროცესი და დავისვენოთ კიდევაც. სასურველი იქნება წყნარ გარემოში მარტო რომ ვიცოდეთ რომ ეს დრო ჩემია, ჩემთვის მოგეთხოვოთ. ტელეფონსაც შევეშვათ, რა თქმა უნდა და ფოკუსირდეთ იმაზე, რასაც მივირთმევთ. ძალიან საინტერესო იქნება თუ დავაკვირდებით რომ ჭამოთ ნელი რიტმით დავამთავროთ ერთი ლუკმა და მეორე ჩავიდოთ მხოლოდ ამის შემდეგ. ისეთი პატარა მარტივი ისე ჩქარავიყვებები ხოლმე. დააკვირდით უბრალოდ მომდევს. დააკვირდით საინტერესო მე რამდენი ლუკმაზე დაგავიწყდებათ რომ პირველი ლუკმის შემდეგ, გადაყლაპის შემდეგ უნდა აიღო მხოლოდ მეორე. ეს შეიძლება მეორე ან მესამე ჯერზევე დაგვავიწყდეს. სხვათა შორის ეს წონის რეგულირების კუთხით ძალიან კარგი კი, აი ელაჭამას თუ მიეჩვი ადამიანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ახლა გითხარით სამ ისეთი რჩევა, რომელსაც ყველა ყოველდღე ვაკეთებთ, მაგრამ თუ ამ ფორმით გავაკეთებთ, გამოვა ერთგვარი განტვირთვა და დასვენება. ეს ხელშემწყობი. კი. გადასარევი. თუ უბრალოდ ვეტყვით ჩვენ თავს, რომ აი ეხლა მე ჩემთვის ავიღე პაუზა და ვაკეთებ ამას, ეს თუ ცნობიერად გავაკეთებთ ამას, უკვე სხვა ღირებულება აქვს და საქმე. რა შეეხება ძილის დარღვევას და აქედან გამომდინარე პრობლემებს, რაც შეიძლება გქონდეს გაღიზიანება, მეხსიერების გადაძაბვა და ასე შემდეგ. დაძაბულობა და ასე შემდეგ. ჩემთვის პირადი ჩემი მაგალითი მინდა ვთქვა, მე ზოგადად ვცდილობ ხოლმე რომ ძილი არ დავირღვიო და არ გავაცენო და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ოდნავ მომენტ ადამიანთან გვიან დავიძინიან მოხდა ისე რომ ხანდახან გავაცენებ, იშვიათად ხდება, ვატყობ რომ ყველაზე მეტად ჩემთვის ეს თქვა დამანგრეველი არის ეს, აი ფსიქიკა, გონება, სხეული, მეხსიერება, ყველაფერი დაძაბულობა ძალიან ცუდი. შრომის უნარიანობის დაქვეითება, ასევე თითქმის დაცემა ბოლომდე ვეღარაფერს ვეღარ აკეთებ. მე არ ვიცი რამდენად მართალი ადრე მაქვს მოსმენილი ეს კვლევა, რომ ერთი გათენებული ღამის აღდგენა სჭირდება 23 დღე. მეც მაქვს მოსმენილი, ალბათ მაგრამ. წარმოიდგინეთ, ესე როგორ ანგრევს ფსიქიკას. კი, ნამდვილად ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არ ვიქნები რაღაც ორიგინალური, აქ არ არსებობს ისეთი რეცეპტი, რომ აი ძილი დაგაკლდება და შაბათ-კვირას გამოიძინება, ასე არ ხდება. პირიქით, უფრო დამაზიანებელიც არის და უფრო ამოაგდებს კიდევაც ადამიანს რეჟიმიდან. სასურველია რომ აი იცით როგორ იმისათვის რომ ამ გადაღლას, ამ სტრესს და უძილობას ვებრძოლოთ, საჭიროა რომ რაღაც თანმიმდევრულები ვიყოთ ყოველდღიურად, შეძლების დაგვარად, რამდენადაც შესაძლებელია, ეს ხო ჩვენი ნებაა და ჩვენი არჩევანია, ხო ვიცით რომ ეს დამაზიანებელია. მით უმეტეს თუ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს და რა მძიმე შეგრძნებაა მეორე დღეს გატეხილი ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა მოხდება და შესაძლებელია. 7 საათი არის ოპტიმალური, ხო? ბევრი ძილის საშინელება. კი. აი ზუსტად ამას ვამბობ, შაბათ-კვირას 12 პირველ საათამდე ძილი არ შეავსებს ენერგიით. არ შეგვავსებს ენერგიით. სასურველია რომ შეძლების დაგვარად გადმოვწიოთ ის დაძინების საათები წინ და გაღვიძების. ხომ ვიცით რომ ეს კარგია და თუ შევახსენებთ ჩვენ თავს, მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო უხმესი მოგონა, ძალიან საჭირო რჩევები მოგვეცით და ისეთი თან აქვე კარგი და პრაქტიკული გამოსაყენებელი არაფერი რთული არ არის ამაში. დღეს მაგალითად გავალახრი აქედან, მე ფეხი ცერული გადაწყვეტე, სხვა ხუთით ჩავუყვები. აუცილებლად დავითვალისწინებ თქვენ ეს ჩავებს. დიდი მადლობა თქვენ. შეგახსენებთ ფსიქოთერაპევტი ხალბატონი თამარ-ლოლოძე გვესწავლებოდა და ძალიან საინტერესო რჩევებიც მოგცა ისევე ჩვენი სწორი რეჟიმისთვის. განვაგრძობთ გადაცემას, შემოგთავაზებთ გადაცემების ანონსს და შემდეგ უკვე დავუბრუნდებით სტუმართან ერთად დაგველოდეთ. სალამ. Pardon, მე და შენ ახლა ინტერვიუ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე რომ სერიალში გამოვშდი. მე და შეგუნა ძალიან დაძაბული ურთიერთო. აი გიცნეს ბავშვებმა სავარაუდოდ და გიყურებენ. და ბედნიერები არის. აი, რა რეაქცია გაქვს ტექსტში ბიჭეში? არის რაღაცა მომენტი, როცა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, როცა რაღაც პირდაპირ კავშირს ამყარებ აი იმ შემოქმედ ძალასთან. კი ბატონო. ჩემთვის
მთავარი მცდელობა ალბათ და ყველა ადამიანს უსურვებდი იმას, რომ ეს კავშირი აი ამ წყაროსთან, ანუ აი ამ ენერგიის, სიცოცხლის, სიყვარულის და საერთოდ ყველაფრის აი ეს კავშირი არასდროს არ დაკარგო. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასაკი, როდესაც ადამიანი ფუნქციას კარგავს, როდესაც მას გონია, რომ უკვე ის არავის ჭირდება, როდესაც ის თითქოს ამოწურა თავისი, აი პროფესიაში მუშაობს, გადაიღალა, რაღაცა შეიძლება პირადიც ან აღარა აქ ან ვერ მოეწყო, ან რაღაცა მძიმედ მიდის მისი ცხოვრება და განცდაში არის, რომ დასასრულისკენ მიდის თითქოს. აქაც არ არსებობს უნიფიცირებული რეცეპტი. ესაა გარკვეული ფასეულობებისა და რწმენების სისტემა, რომელშიც ადამიანმა საკუთარი თავი უნდა იპოვოს. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეგზისტენციალური ვაკუუმის შევსება. ეს ვაკუუმია, როცა არსებობს, ეს ძალიან დიდ პრობლემებს მოუტანს. შევსება შრომით, შევსება ვარჯიშით, შევსება ლოცვით. სამშაბათს 20 საათზე ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა მოწვეულ სტუმართან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, ფსიქიატრ ნინო ოქრიბელაშვილთან ერთად გვესაუბრება დეპრესიაზე, რა არის დეპრესია და რა ფაქტორები იწვევს მას. გადაცემაში ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. ქრისტეს მიერ სულიერო შვილო ნიკოლოზ, საქართველოს საკათოლიკოსო სინოდს მოხსენდა წმინდა ნინოს ჯვარისათვის სახატის გასაკეთებლად თქვენს მიერ გაღებული შესაწირავის შესახებ. ეს ექიმი გახლდათ ჩემი ბაბუა და ეს სიგელი არის ჩემს სახლში დაბრძანებული. მე მაქვს მის მიერ დატოვებული ანდერძი უწევს თავის შვილებს, პირველში ბაბუას ნიკოლოზს და უბარებს მათ, რომ ეგეთი სიტუაცია არის, ეგეთი მდგომარეობა არის, არ ვიცი რა იქნება და მისმა შვილებმა და შთამომავლებმა მისი და მისი მეუღლის ანას, ანარაბიძის სული მოიხსენიონ იქ, სადაც იქნება ნიადაგი წირვა ლოცვა და გაუზარონ ამ ეკლესიას თუ რამაც შეეძლებათ შეწევნა, რომ იქ მსახურება არ გაჩერდეს და მსახურება მიმდინარეობდეს. რატომ ემიჯნება მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სიცოცხლის ჩასახვის არაბუნებრივ გზას და აქვს თუ არა კავშირი მას აბორტის ცოდვასთან? რუბრიკაში რელიგია და მეცნიერება. არაადაპტირებულ კვეცხუჯედებს, ან განაყოფილ კვეცხუჯედებს ხოცავენ. თუ ადამიანი იკეთებს აბორტს და კლავს ერთ ნაყოფს, ამ შემთხვევაში ხდება რამდენიმე ნაყოფის მოკვდინება. მდგომარეობა მოითხოვს, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ, რომ იმაზე მეტი ემბრიონი არ მივიღოთ, ვიდრე ქალს ჭირდება. ქრონოგრაფის გადამღები ჯგუფის სტუმრად გიორგი ლალიაშვილისა და ელენე მირუაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. რუბრიკაში ქრისტიანული ოჯახი. მრავალშვილიანობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი სიხარული არის, დიდი ძალა არის. მშობელი უნდა იყოს პირველ რიგში ბავშვისთვის მაგალითი და არა სადღაც სხვა პიროვნებაში ეძებოს მაგალითები. ასევე კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები კვირას. 14 აპრილს 22 საათზე ყოველკვირეულ ტელეჟურნალში ქრონოგრაფი. გვიახლოვდება 14 აპრილი სახელმწიფო ენის დღე, რომელიც სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში. გავიხსენოთ ყველა 1978 წლის აპრილის მოვლენები, მოგეხსენებათ არსებობდა საშიშროება, რომ ქართული ენა დაკარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, რასაც მოყვა საყოველთაო პროტესტი, ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ამის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა უკან დაიხია და მოვიპოვეთ პირველი დიდი ეროვნული გამარჯვება, შეიძლება ითქვას საბჭოთა დიქტატის პირობებში, ქართული ენა დარჩა სახელმწიფო ენად.
ჩვენი სტუდიის სტუმარი თემაზე გახლავთ 1978 წლის 14 აპრილის აქციის მონაწილე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენელი და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ქალბატონი მარინე ბერიძე. მოგესალმებით ქალბატონი მარინა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მინდა რომ გაიხსენოთ 1978 წლის აპრილის მოვლენები, თქვენ მაშინ პირველ კურსზე იყავით, როგორც ვიცი და საინტერესოა რა იყო ის მთავარი, უმთავრესი, რამაც განაპირობა ის რომ მოვიპოვეთ პირველი დიდი ეროვნული გამარჯვება შეიძლება ითქვას და დაიწყო სწორედ ამ დღეს უკავშირდება იმ რკინის ფარდის რღვევა, რომელსაც ასე საუბრობთ ხოლმე ხშირად. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მაშინ პირველ კურსელი სოფლიდან ჩამოსული გოგო ამ აქციაზე მდგომი ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლის სტატუსით და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლის სტატუსით მომიწევდა ოდესმე აი ამ ამბებზე საუბარი. მე ვიყავი ძალიან რიგითი, ასე ვთქვათ, მონაწილე ამ აქციისა. არ ვიყავი შემქმნელი, რასაკვირველია, ჩემი ასაკის და აი მაშინდელი მდგომარეობის გამო, მაგრამ ძალიან ნათლად მახსოვს წინა დღეებიც და ის დღე ხომ საერთოდ ყველაზე ერთ-ერთი კაშკაშა დღეა ჩემს და ჩვენი თაობის ცხოვრებაში. მე მახსოვს როგორ უცებ აფეთქდა ეს ამბავი, იმიტომ რომ კონსტიტუციის განხილვა მიდიოდა ხოლმე მაშინ საბჭოთა პერიოდში რაღაცა მიტინგურად და მე მიტინგზე ვიყავი ერთ-ერთ აუდიტორიაში, ჩვენ ლექციების შემდეგ დაგვტოვეს, ავწიეთ ხელი და ყველა მივეცით ხმა რაღაც ახალ კონსტიტუციას, რაღაც მორიგ, ასე ვთქვათ, საბჭოთა ინიციატივას, არაფერნაირი ეჭვი არ გქონდა, რას ვაკეთებდით და აი მეორე მესამე დღიდან დაიწყო გავრცელება უკვე პროკლამაციების სახით ერთმანეთთან ასე ვთქვათ გადაჩურჩულებად რაღაცა შეკრებები უნივერსიტეტის ეზოში და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მე და ჩემი და რომელიც აგრეთვე სტუდენტი იყო, ჩემი თანაკურსელები და ნაცნობები, მთელი ღამეები ხელით ვათეთრებდით ნოდარ წულეისკირის სიტყვას, რომელიც მან მწერალთა კავშირში წარმოთქვა და ეს მოძრაობა უკვე რაღაცნაირად დუღილს იწყებდა, თუმცა რასაკვირველია მოვლენების, ასე ვთქვათ, დაგეგმასთან ჩვენ საქმე არ ქონდა და აი ასე 14 აპრილს აღმოვჩნდით იქ, სადაც მთელი საქართველო შეიკრა ერთ მუშტად და თქვენ ბრძანეთ, რომ ესე გახდა დიდი და ისტორიული დღე, არა იმიტომ რომ მან რაღაც ახალი გაგვაგებინა, მან ჩვენი თავი დაგვანახა და ასეთი ერთობა მე მინდა გითხრათ, რომ არ ყოფილა არასოდეს ჩემს მეხსიერებაში საქართველოში და თუ ჩვენ გვინდა რომ აი მრკინის ფარდაზე ახსენეთ თქვენ და საერთოდ რომელიმე ფარდა და რომელიმე ჯადოქრული, მოჯადოებული კარი გაგვეხსნას, ალბათ ჩვენი ამოცანა არის იმ ერთობის დაბრუნება და იმ წერტილში გაერთიანება. ქალბატონი თამარ ჩხეიძე არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ დღეს ვინაიდან ამ მოვლენებს ვიხსენებთ, ის სხვა ასე ვთქვათ ადამიანებთან ერთად სტუდენტები არა მარტო წინამძღოლობდა შეიძლება. რასაკვირველია, არა მარტო თამარ ჩხეიძე, ძალიან ბევრი სახელი და სახე ტრიალებდა მაშინ იქ და არ ვიქნები სწორი, ახლა მე რომ დასახელება დავიწყო, იმიტომ რომ ვინმე შეიძლება გამოჩნდეს, ძირითადად ჩვენს მობილიზებას ახდენდა ფილოლოგი, უფროს კურსელების ჯგუფი, ჩვენი მასწავლებლები, რომლებიც იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები, თქვენ იცით, რომ ბესარიონ ჯორბენაძემ ერთ-ერთმა წამოიწყო აგრეთვე პროფესორ მასწავლებელთა შორის აი ხელმოწერების შეგროვება და არ მინდა ძალიან ბევრი სახელი იყო, მაგრამ აი ეს უსახელო ადამიანები, რომლებიც მე დამამახსოვრდა, მაგალითად ანთებული სანთელი მაშინ გარეთ, ეკლესიის გარეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა ეს პატარა ბავშვი მიდიხარ, თან ჩაკეტილი ვიყავი სახლში უფროს მადამ ჩამკეტა, რომ გამოგრიცხავენ და მე რაღაცა და თვითონ წავიდა მიტინგზე და მე სახლში ჩამკეტა და აი ფანჯრები
ლიტერატურის ინსტიტუტის ტერიტორიაზე, სადღაცა იქ ზემელზე, ფანჯრებიდან გადმომდგარი იყო ქალბატონი და სანთელი ქონდა გადმოდგმული და მე არ ვიცოდი ამდენი მაშინ და ჩვენ მოგძახოდნენ ამ მოხუცები, შედარებით ხნიერი ადამიანები, რომ შვილებო არ ჩახვიდეთ სანაპიროზე, არ ჩახვიდეთ სანაპიროზე, იმიტომ რომ მათ ეშინოდათ, ახსოვდათ 9 მარტის ამბები. ძალიან ბევრი უსახელო გმირი ყავდა ამ ისტორიას, პოლიციელები, რომლებიც კარდონებს ასე ვთქვათ, კეტავდნენ, ჯაჭვებით იყო გადაკეტილი, მომაწექი გეუბნებოდნენ და რომ გაგერიხვია და თან გეუბნებოდა მაგასთან არა, მარჯვნივ შენგან მეხუთე, იცოდნენ ვისთან უნდა მისულიყავი. როგორც 9 აპრილს ეხმარებოდა ხალხს პოლიცია ეს იყო აი საოცარი ერთობა იყო და ეხლა პირადი მოგონებები ცოტა რთულია და არ არის საჭირო აქ, მაგრამ აი საერთო განწყობა იყო, რომ ყველა ვეყავით როგორც ერთი და ჩვენ დავიბადეთ იმ დღეს ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის და ყველაზე მეტად რაც მწყდება, რაზეც მწყდება გული, არის დაკარგული ტერიტორიები. რაბედის დაკარგული ერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ის ერთობა აი შემდგომი პერიოდის, ასე ვთქვათ, ამბებმა ვერ დაგვიბრუნა. ქალბატონო მარინა, ეს ის პერიოდია 78 წელი, თუ საბჭოთა კავშირი მძვინვარებს და მთელი ეს პოსტსაბჭოთა რეგიონი კრემლით იმართება. როგორ ფიქრობთ, რა ამ განაპირობა მაშინ, რომ საბჭოთა რეჟიმმა უკან დაიხია და ერთი შეხედვით პატარა ქვეყანა საქართველო, იმიტომ რომ ძალიან დიდია რუსეთი საქართველოსთან შედარებით და დანარჩენი ის რეგიონები, როცა მართავდა კრემლი, მათ ვერ შეეწინა აღდგენ და თუ 9 მარტს გამოიყენეს ძალა და მსხვერპლი, ამ შემთხვევაში მათ ფაქტობრივად უკან დაიხიეს. რა ამ განაპირობა ეს? ვერ გეტყვით, ხო იცით, ამაზე ძალიან ბევრი აზრი იყო გამოთქმული და ზოგი ამას მაშინდელ ხელისუფლებას მიაწერდა, ზოგი იმას მიაწერდა, რომ უკვე სხვა პოლიტიკური ვითარება იყო საერთაშორისო და ისე აშკარად ვერ გაბედავდა და მე ვფიქრობ, რომ ვადარებ შემდგომ მოვლენებს თუნდაც იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთობა მარტო ის კი არ იყო აი რაღაცა ემოციის დონეზე რაღაცა აფეთქებული წუთიერი ისა. ეს გახლავთ კიდე ის, რომ არ გახმიანებულა არც ერთი პროვოკაციული მიწებებული ლოზუნგი. არ მოყოლია, არ გახმიანებულა, შეიძლება მე არ მახსოვს. ხო, იცით არის როცა გიჭირავს ჩვილი ხელში, მაშინ ხმალს არ იქნებ და არის ხოლმე როცა გინდა პირიქით რომ წამოვიდეს ბევრი აირიოს ძალიან არა მაშინ გაუფრთხილებელ ლოზუნგებსაც ისვრი ჩვენ ვითხოვდით რას ჩვენს კონსტიტუციაში იყო სახელმწიფო ენა ჩარჩენილი არც ერთ სხვა რესპუბლიკას არ ქონდა ასეთი და გადაწყვიტეს რომ გაეწმინდათ უნიფიცირება მომხდარიყო და გაეწმინდათ ეს რაღაც ესა თორე ჩვენ რეალურ უფლებებს კი ვერ ვიცავდით მაშინ სახელმწიფო ენისას აქტიური რუსიფიკაცია მიდიოდა ჩვენ ვიცავდით იმ ქაღალდზე ჩაწერილ სტრიქონებს და არაფერი სხვა მოთხოვნა მაშინ ჩვენ არ გვითქვამს რომ უნდა დაიშალოს საბჭოთა კავშირი ჩვენ არ გვითქვამს რომ და ეს უფრო დამშლელი აღმოჩნდა ეს უფრო ძლიერი აღმოჩნდა იცით ჩვენ არ ჩვენ ისეთი მოთხოვნა იყო რომელმაც ალბათ ოღონდ ეს ჩემი ასე ვთქვათ მაშინდელი ბავშვური თქვენ ანთებული სანთელი აღნიშნეთ და ნიშანდობლივია ისიც რომ სარწმუნოებრივი და ეროვნული გამოგვიძება ერთად დაიწყო. იმიტომ რომ აი ვიცით რომ 77 წელს 25 დეკემბერს აღსაყდრდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და აი ამ პერიოდიდან სწორედ ეს პერიოდი ითვლება ქართველი ერის ეკლესიისკენ უკან მიბრუნების პერიოდის დასაწყისად და 78 წელს კი 14 აპრილის მოვლენებს უწოდებთ ეროვნული მოძრაობის განახლების გამოღვიძების დაწყების ხანას და პერიოდს. აი საინტერესო არის უკვე დღეს აი რა იგეგმება ამ დღესთან დაკავშირებით? ყველა უწყება რომელიც დღეს საქართველოში რაიმე სახით
თავის საქმიანობას ქართულ ენას უკავშირებს და საგანმანათლებლო სივრცეს და კულტურულ სივრცეს უკავშირებს, თვითონ თავის ღონისძიებით უერთდება ამ დღესასწაულს და ეხმიანება. თუმცა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, განათლების სამინისტროსთან ერთად, ხელნაწერთა ინსტიტუტის ცენტრთან ერთად ატარებს ღონისძიებათა რაღაცა კვირეულს, რომელშიც არის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, ეს არის მეცნიერული, თქვათ, ახალგაზრდული ესეების კონკურსი, არის გამოფენები სხვადასხვა და ეს პროგრამა გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე, უნივერსიტეტის ვებგვერდზე და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მასში აქტიური მონაწილეობის მიღება. ერთ-ერთი ღონისძიება, ერთ-ერთი იქნება 16 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაჯილდოება ესეების რამდენიმე სხვადასხვა კონკურსისა და აგრეთვე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ერთგვარი ანგარიში თუ უბრალოდ სამომავლო გეგმების წარდგენა გაწეული სამუშაოსით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ერთი წელია რაც დეპარტამენტი მუშაობს. ეს ძალიან ეს ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ რაღაცა შეცვალო, მაგრამ საკმაო დროა იმისთვის, რომ ნაბიჯები გადადგა და აი ამ გადადგმულ ნაბიჯებზე სწორედ იქნება ერთგვარი ანგარიში 16 აპრილს. დიახ და ასევე ვიცით ისიც რომ კანონი ენის შესახებ ავალდებულებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს რომ იმუშაოს ენის სახელმწიფო პროგრამაზე, თქვენ მუშაობთ ამ პროგრამაზე და საინტერესოა რა ეტაპზე ბრძანდებით და როდისთვის იგეგმება რომ დასრულდეს პროგრამაზე მუშაობა. მადლობთ ამ შეკითხვისთვის. საერთოდ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ეს მინდა გითხრათ რომ არ არის აი უშუალო მემკვიდრე იმ ორგანიზაციებისა, რომელიც მანამდე არსებობდა და მე შეწყვიტეს ენის დაცვა. ეს გახლდათ ენის პალატა, ხშირად გვიძახიან ხოლმე ენის პალატას. ეს იყო სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია. გაცილებით დიდია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციები, რასაც ახლა მას კანონი და დებულება ანიჭებს და ეს გახლავთ ძირითადად სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის შემუშავება. ის კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ და ის ასე ვთქვათ ვალდებულება საკანონმდებლო, რომელიც დეპარტამენტს აქვს, ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, ეს გახლავთ ასე წერია კანონში, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შექმნა, დამტკიცება და წარდგენა მთავრობისათვის, ხოლო მთავრობას იმავე კანონში, იგივე კანონი ავალდებულებს, რომ გამონახოს ბიუჯეტში, ვთქვათ, სახსრები აი ამ პროგრამის დასაფინანსებლად და მოიზიდოს ინვესტიციები ამ პროგრამის დასაფინანსებლად. ესე რომ გესმით რამხელა პასუხისმგებლობაა. დღეს ის საკითხები, რომ პროგრამა სამუშაო ვერსია შექმნილია და განიხილება სხვადასხვა ორგანიზაციებში დაინტერესებულ პროფილურ ჯგუფებში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როცა ამხელა ვალდებულებაა, რომ შემდა შექმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ენის და საერთოდ სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას 21 საუკუნეში, იქ არ უნდა გამოგრჩეს არაფერი, იმიტომ რომ ის უკვე აღარავისი ბრალი არ იქნება რა. და ამიტომ ჩვენ ძალიან თანამშრომლობთ და ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებით და ბევრ ორგანიზაციას მიმართულებით. ენას დაცვა დღესაც სჭირდება და ის პროგრამა ბუნებრივია. ერთს ვიტყოდი, რომ რუსთაველზე მსვლელობა 78 წლის 14 აპრილს იყო დიდი მხარდაჭერა, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერა დღეს გაცილებით მეტი ჭირდება სახელმწიფო ენას. გეთანხმებით აბსოლუტურად. დიდი მადლობა მოგახსენეთ მოგზაურობთ. ძალიან დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს, რომ სტუდიაში საუბრობდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასევე არნოლდ ჩიქუბავის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და 1978 წლის 14 აპრილის აქციის მონაწილე ქალბატონი მარინე ბერიძე. დღეს ენათმეცნიერების დღეს ვინაიდან ორი ადამიანის დაბადების აღნიშნეთ, არ შეიძლება კიდევ ერთი ძალიან გამორჩეული ადამიანის დაბადების აღნიშნოთ. დღეს
ცხინვალის და ნიქოზის მიტროპოლიტის მეუფე ისაიას დაბადების დღეა. მეუფე ძალიან რთულ რეგიონში უწევს მოღვაწეობა, ჩვენი უღოცავთ მეუფე ისაიას და უსურვებთ თავს, რომ ძალიან მალე განთქმულება საქართველოში ეცხოვროს და ცხინვალის რეგიონში მისი საღვთო მოვალეობა თავისუფლად აღესრულებდეს. უერთდები რა თქმა უნდა შენს მილოცვას, ვილოცავ მეუფე ისაიას და ასევე ხვალ მეუფე სერგის იუბილე არის და გვინდა რომ ჩვენ მიულოცოთ საპატრიარქოს ტელევიზია ერთლონების სახელით მეუფეს დაბადების დღე იუბილე უსურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიერი მხნეობა. გუშინ მეუფე თეოდორესი იყო და მერე მეუფე თეოდორესი დოქტორად ულოცავთ. თქვენ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ბედნიერი დღე. ბედნიერ უქმებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ.